გამარჯობათ, მოგესალმებით. ისმის ხო? მოგესალმებით. გიო დათო. მივესალმები ყველას. კამერა ჩავხო. დავით გვაღისებ კამერის ჩართვას თუ დღეს გადავაზიარო რა მოუჩი რა. კი ბატონო. გადავაზიარო და თან სიგარეტს ვიწყები მოუჩებინე შემოვა. სიგარეტზე არ დავიბლოკოთ თორე. ხო და მაგით დავამოთულდეს. გამარჯობათ ხალხო, მოგესალმებით. გადავაზიაროთ და დავიწყოთ. მოდი, ეხლა მე აქ სუნდუკების დადებას დავიწყებ. აი ესე. ქართულად ილაპარაკენ, ულაპარაკობ რუსულად. სუნდუკი ქვია. სკიური. რუსეთურობას მოგაწერენ დავით მერე. აი, მაგათმა ისიც არიცი არო სუნდუკი. ზოგი ბოქს ეძახის. არა, ტერმინოლოგია ეგრეა რა, TikTok-ზე. ზოგი ბოქს ეძახის, ზოგი სუნდუკს ეძახის, სკივრია რა. რომელშიაც საჩუქარია 20 მონეტა და მონეტებს რო აიღებენ, ზოგი თავისთვის იტოვებს, ზოგი პირდაპირ სტრიმის ოფიციალურ გვერდს ურტყავს იმის სახით, რა ქვია, აი მაღლა გულები როა, მემბერ გულების სახით. ეგ ეხმარება სტრიმს აქტიურობის გაზრდაში რა. გიორგის წერი გაუყარშია, მეთქი რა სხვანაირი მეჩვენა. რა ხდება, ხაშუში დენი მოვიდა? არა. უბრალოდ დაცხადა. მეტაფიზიკაზე ჯერ არ გვინდა საუბარი. ჯერ არაბიზაციაზე ვილაპარაკოთ ლექსო და მე ვილაპარაკოთ მეტაფიზიკაზე. მოკლედ მეგობრებო, რა ვიცი, დავითხოვთ დელელა ჩვენ თემებზე გავყვეთ და ხალხით შემოგვიერთდება, მაინც არ არის მიჩვეული ამ გონდაკაშობას ჯერ ჩვენი აუდიტორია. დენი ხوار გამოურთეს ჩვენებს ქუთაისში, რა ვიცი აბა ქალბატონო ნიკა, არ ვიცი. დენი საქართველოს გამოურთეს ზოგადად ახლა ჩვენებისთვის კომენტოთ. არ არის გასაგები. Facebook-ზე გავედით ამასობაში, Facebook-ზე გავედით და ვიღაცები მესენჯერს მიწერებენ. დავით, შენ რომ ესპანეთის ვიდეო მან ჩააგდე, ეგ ლოდინდელია. ესპანური გვერდიდან ესპანურ გვერდზე ვნახე 5 წუთის დადებული იყო, ესპანელების მიერ იყო დადებული. და ვფიქრობ, რომ აი შეებნელი და მაშინდელია და ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ მე დილით ვნახეო. არ ვიცი, შეიძლება წუხანდელია. და მოგვიანებით გადის ოფიციალური ვიდეო ხო არ არის? არა, ხმელეთით შედიან ეგენ. ხმელეთთან იქა ზღვის პირით ჩანს და მაგით. ხო, მაგრამ უკვე ხმელეთზე არიან ამოსულები და ერთიანად არღვევენ წინაღობას. ანუ დამცავ ზღუდეს არღვევენ რა. თორე ესპანელებმა ზღვაში გააკეთეს დამცავი ზღუდეები ამ წინებზე რა, მუშაობა მიმდინარეობდა, მაგას უყურებდი რა. რაღაც ტივტივაღობები გააკეთეს, გეგონება ქვეშიდან ვერ გაზურებია. ახლა მაგათ ისეთი წინაღობები აქვს გადალახული ზღვის იმიდან. კი, სულ ახალგაზრდები არიან. მოკლედ ესე იგი მეორედ შეუსიეს ესპანელებს რა ეს მიგრანტების ტალღა. მეორე ტალღა. საღამო. ხო, ეხლა ჩვენ ტელევიზიისთვისაც გავაგზავნე ეგ ვიდეო ჩვენ ტელევიზიისთვისაც, რომ ხვალე გააშუქებთ.
აი ეხლა მე არ მეგონა ზოგადად ჩვენ უშიშროების სამსახურზე უფრო სუსტი სამსახურები თუ არსებობდა, მაგრამ ესპანელებს ყოლიოთ. მაგრამ არ ვიცი, აი ხალხო მე უბრალოდ კითხვას ვსვავ. ესპანეთს რო ოდიში და უჩალიჩებენ ასეთ რაღაცას ჩვენ რატო ვიიმედებთ თავს ან რა იმედები გვაქვს არ ვიცი რა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მეგობრებო, ის მაღლას კივრი რო დევს, გააღეთ, შიგ მონეტებია და გამოიყენეთ. ანუ ლიკა, გეგონა რომ მე ქუთაისში ვიყავი, ქუთაისში ვერ წავედი რაღაც მიზეზების გამო და ვერ მოვახერხე, თორე გეგმაში იყო ერთ. იქიდან ჩავთავდი სტრიმს, მაგრამ ვერ მოვახერხე. მოკლედ მეგობრებო, შეგახსენებთ რომ დღეს ქუთაისში გქონდა ჩვენი შეხვედრა არაბიზაციის თემასთან დაკავშირებით. საკმაოდ მოზრდილი რაოდენობა იყო ხალხის გამოსული. და კიდევ ვიღაცებს რო გონიათ რომ აქციებს აზრი არ აქვს და შეხვედრებს აზრი არ აქვს ხალხთან. დღევანდელმა დღემ დაადასტურა რომ თურმე გქონია. ზოგადად როგორ არა, ყველანაირ ბრძოლას აზრი აქვს გიორგი. უმეტეს როცა ასეთ მიგრაციას ეხება და არაბული ქალაქების მშენებლობას თუ რაც არის. ყველანაირი ბრძოლა გამართლებულად მიმაჩნია მე პირადად მაგალითად. აი ეხლა დაგვიძრეს სომხებს მოთხოვოსო. კი, სომხები აუშენებენ, იმიტომ რომ რაღაც გადახრები აქვს ახლა მაგათმა ასეთი. მათაშორის სომხები არიან ძალიან მონოეთნიკური შემადგენლობა, ანუ საკუთარ ქვეყანაში თუ არ ვწდები 95%-ზე მეტი სომეხი ცხოვრობს. და რა ვიცი ახლა მთავრობა კი არის პროდასავლური, მაგრამ მაგ პროდასავლურ მთავრობას ხალხმა ბევრი რაღაც უკან წააღებინა გამოსვლებით და აქციებით და რა ვიცი თუ გაუტარებს საზოგადოება მაგას იდეაში ახლა მთავრობას გაუტარეს ეგ მოთხოვნა რომ წაუყენეს უკვე. ანუ მაგრამ კარგი თემაა ეგ უყურე დავით, ნახე რა კაი თემაა სასონხეთში თუ აშენდა ეგეთი დასახლებები. სასონხეთში თუ აშენდა ეგეთი დასახლებები დახურული ზონასავით იქნება, იმიტომ რომ აი ახლა წეს და კოტეჯების მშენებლობა უწერია. ზუსტად იმასაც წეს, რაც მე უნდა მეთქვა. ერთი პერიოდი ჩინელები იყვნენ ჩასულები სასონხეთში, თავიანთი ბიზნესის წარმოება დაიწყეს მაგათ, მაგრამ სომხები არ შევიდნენ და არავინ არაფერს არ ყიდულობდა და ავტომატურად გააუქმეს. გაუქმეს კი გაკოტრდნენ, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გაყიდეს ფაქტიურად. და ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ მიატოვეს და გავიდნენ. ანუ ხელსაყრელი არ იყო მაგათთვის სომხური გარემოს, გიორგის თქმის არ იყო სომხეთში 95% ეთნიკურად სომეხი ცხოვრობს. ასეა თუ ისეა, მაინც ერთმანეთს აკონტროლებენ. ჩვენსავით ათქვეფილები არ არიან, ვინ რას აკეთებს რო არ ვიცით. და ფაქტის ახეზია რომ აქ რავი აგე ვიდეო მიდევს არაბს აქვს ჩვეულებრივად ავტობაზრობა უკვე გახსნილი თავისი და აუქციონს ატარებს და ყვირის რო ჩაგუდითო და იქ ესეთი რაღაცა ვერ მოხდება. მაგის 1% არ არსებობს, იმიტომ რომ ხალხს მიუხედავად იმისა რომ ეხლა ფაშინიანის მთავრობა პროდასავლურია და რაღაცა ხალხს მაინც ეცვლოვნება გარკვეულწილად. მაგათ ისეთი რაღაცეები აქვს ნაკეთები, რომ პარლამენტმა რაღაც დადგენილებები რო არ შეცვალეს, შევარდნენ და გადაწყრილეს კაცო პარლამენტარები ჩაწყრილეს პარლამენტის შენობაში. ანუ სხვანაირი მიდგომა აქვს რა, მაგათ ცოტა გვარტომიული მიდგომაც არის მაგათ და რაღაც კლანური მიდგომებიც არის. და ცოტა სხვანაირად უდგებია სახელმწიფოებრივ მოწყობას. მართალია გაბნეულები არიან მსოფლიოში, მაგრამ მაინც თავიანთ რაღაც ღირებულებებს იცავენ ძველიერი. ფათაშორის სომხებზე რო ვთქვათ, 1-2 სიტყვა ეგ მაგათ ძალიან დიდი დიასპორა აქვს და მე-20 საუკუნეში გერმანიაში გიორგი, შენ ახლა შეკაი კაცო, რა კოტეჯების მშენებლობა დაგიწერ. ვერ დაიწერ გიორგი პოპკაზოვი. გერმანიაში ცხოვრები სომხები, ვინც აი თუ ანუ ფულს კარგად შეუვლოდა, აი საქმოს ხნები რა. ძალიან ბევრ ფულს უხდიდნენ გერმანელი ისტორიკოსებს, რომ სომხური ისტორია რაღაცა გაზვიადებული შინაარსით დაეწერათ რა და გაევრცელებინათ გერმანიაში და მთლიან დასავლეთ ევროპაში.
აი ეს დიდი არმენია და ეს ტიგრან მეურის დროინდელი სომხეთი, აი ვითომ რომ მთლიან მცირე აზიას და შუა მდინარეთს და სამხრეთ კავკასიას უაკონტროლებდნენ და სომხებმა ჩვენგან განსხვავებით იციან საკუთარი კულტურის და ისტორიის ფასი. თან რაც არ აქვთ, იმასაც ამატებენ იდეაში. სომხები ზოგადად ისტორიის გაყალბებაში ძალიან ყოჩაღები არიან. მათ შორის აი დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია რაც არის, ეგ ხო ძველი ქრისტიანული ალბანეთია და მან დაარსებულ ძეგლებზეც სომხებს აქვთ პრეტენზიები, იმიტომ რომ რა ვიცი, ეს აზერბაიჯანელები არიან საერთოდ თურქული მოდგმის ხალხი. და ალბანელები, ვინც იყვნენ მათ აზერბაიჯანელებამდე, საერთოდ არანაირ კვეთაში არ არიან და ეხლა ისტორიული ციკლით თუ იმსჯელებ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რაც არის იდეაში ქრისტიანული კულტურული ძეგლები, მაგათზე წვდომის უფლება ჩვენ და სომხებს უფრო გვაქვს ვიდრე აზერბაიჯანელებს. იმიტომ რომ ეხლა ალბანელები ვინც სახლობდნენ კავკასიაში, ესეთი მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ. ისე სხვათა შორის გაქრენ ხალხი, აქ რო ვიღაცები იმედებს ამყარებენ, რომ ქრისტიანები ვართ და არ გავქრებითო და ну ახლა რაღაც დონეზე მონათესავე ხალხებიც იყვნენ ჩვენიც რა. ანუ ის არის რა ფილმი, სულ არ გაქნენ გიორგი, ბოდიში შეგაწყვეტინებ. ყვარლის რაიონში არის სოფელი ზინობიანი, სადაც მაგედან ასე ვთქვათ, თურქული ტომების დევნას გადაურჩნენ აზერბაიჯანის სახით. და გადმოიხვეწნენ საქართველოში და დღემდე ცხოვრობენ, რავი, ჩვენი მხარდამჭერები არიან. ნუ ახლა იდეაში ეს ორ ადამიანს უეჭველი იცნო პირადად, ჩამოდიან ხოლმე შეკრებებზე. ხო და აი მაგ ტრადიციების გამგზელებლები არიან. ის ძველი ყაის, ანუ რაღაც ტერმინოლოგია ენაც შემონა რაღაც დოზით, კულტურა, ისინი აქვთ რა. სოფელია ყვარლის რაიონში ესეთ ზინობიანი, სადაც ეგენი ცხოვრობდნენ და მგონი მეორე კიდე რაღაც პატარა სოფელია რა. ანუ ჩვენთან შენარჩუნდა უნდა ეგ თავი რა. მოყურე სახელმწიფოებრიობა დაკარგეს და მაგათი უფრო დიდები არიან ქურთები რა. მე იმას ვამბობ, მოსახლეობის მხრივ ვამბობ. რამდენიმე მილიონი ქურთი არის სახელმწიფოს გარეშე დარჩენილი და საერთოდ საქართველოში განვითარებული არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნებას, რომ ვიძახი მე ბევრს წინს, რატო ვიძახიო მაგასთან, ამიტომ ვიძახი რა. სახელმწიფოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქონა რამხელა ფუფუნება და რამხელა პრივილეგია საქართველოში არ არის გაცნობიერებული, იმიტომ რომ ყოველდღიურად რასაც უყურებ ჩვენ ქვეყანაზე, ჩვენი ერის ხელოვნურ ჩანაცვლებას ამ მიგრანტების შემოყვანით და მათი დასახლებით ამ ქვეყანაში, რომელსაც სახელმწიფო ერთ-ერთში ხელს უწყობს. ხო, სახელმწიფო რა მთავრობა უწყობს ერთ-ერთში ხელს. ეგ არის რა, იგი, ანუ ეგ მიდგომა, ანუ ვერ ვაფასებთ რა გვაქვს. ანუ ზოგადად ადამიანი რასაც კარგავს მერე როდესაც კარგავს რაღაც მონაპოვარს, მე რეაფასებს და სამწუხაროდ ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ, გავიზიარებთ ქურთების, ალბანელების ბედს. ისე ისტორიას ახასიათებს ეგეთი რაღაც, რომ რომელიღაც ქვეყანას როდესაც დაიპყრობენ ხოლმე დამპყრობელები, ან უცხო ხალხები, მოხტურები, იმ ქვეყანას არ აღქმევენ სახელს. აი მაგის მაგალითი არის თუნდაც, რავი, ბრიტანეთი, დიდი ბრიტანეთი, ხო? ან ცხოვრები ხალხები, რავი, ნორდიკებმა და ანგლოსაქსებმა განდევნეს ირლანდიაში შერეკეს, აი როგორც ადგილობრივი ინდიელები რეზერვაციებში შერეკეს ამერიკის შეერთებულ შტატებში კოლონიზატორებმა და რა ვიცი იმ კუნძულს ახლა ჩვენ რასაც ვეძახით დიდ ბრიტანეთს, მანდ რა ხალხი ცხოვრობდა ადგილობრივი კელტური მოსახლეობა, იგივე ხალხი ცხოვრობს ნახევრად ოკუპირებულ ირლანდიაში. ის დიდი კუნძული არის დამპყრობლების რა, მაგრამ ის დამპყრობლები მოაჯდნენ უბრალოდ იმ ქვეყანას. სხვათა შორის ეს აზერბაიჯანიც ახლა რომ იჩემებენ რომ ეს იქიდან მოდის რომ არადიული ცეცხლის ქვეყანას ნიშნავს ეს აზერბაიჯანი რომ ამბობენ, იდეაში აზერბაიჯანიც ბერძნული სიტყვიდან მოდის ატროპატენადან. ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი სატრაპი იყო ატროპატენი და მანდედან აიღეს ეგ სახელი. ხო და
რავი ხალხო, აქ შეიძლება საქართველოს ერქვა საკაულობას, მაგრამ სულ სხვა ხალხები დასახლდნენ და ქართველები გავქრეთ და არა ვართ მაგ მოცემულობიდან შორს, იმიტომ რომ დემოგრაფიულად ყდებით, გავბივართ ამ ქვეყნიდან. ჩვენს ადგილას მოდის კიდევ უცხოელი, რომელიც ამ მთავრობის მიერ შემუშავებული კანონებით ძალიან ნოყიერ ნიადაგზე მოდის და სახლდება აქ. პოლიტიკურ დონეზეც ნოყიერი ნიადაგია, ნუ ახლა სამეურნეო დონეზეც ნოყიერი ნიადაგია და ერთადერთი უფლება, რაც მაგათ არ აქვს, არის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება და რა ვიცი, ახლა დარჩებიან ცოტა ხანს 10 წელს გაკაჩავენ ამენაირად და კაჩავენ მეწმუნეთ. მაგ უფლებასაც მოიპოვებენ და მე აი ოგბუნჯურო მონაწილეობდა მერის არჩევნებში. კოლექტიური ოგბუნჯუები ოღონდ რა ვიცი, უფრო მსხვილი ფინანსებით და უფრო მსხვილი მხარდამჭერი მოსახლეობით მოვლენ მთავრობებში. როგორც მოხდა ინგლისში მიექვს განათლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს მინისტრები არიან და ხელმძღვანელები არიან პაკისტანელები და ინდუსები. უინსტონ ჩერჩილი საფლავში ტრიალებს რიში სუნაკი რო აირჩიეს პრემიერ-მინისტრად ინგლისში. რა ვიცი ხალხო, ახლა 33% რო იქნება დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ინგლისელი მოსახლეობა ეროვნულად და დანარჩენი უცხოელი, ხო? ახლა რა ვიცი, თლად კარგად არ ქონია ინგლისის საქმე. არ ქონია კარგად თლად, იმიტომ რომ არა მარტო რუსი, არამედ ძალიან ბევრი დასავლელი და მათ შორის ამერიკელი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ძალიან მალე დიდი ბრიტანეთი იქნება პირველი ევროპული მუსლიმური ბირთვული სახელმწიფო. ასე თუ აგრძელდა პროცესები. მართლა იქნება რა. მეწმუნეთ მართლა იქნება. კი ბატონო, ფილად იქნება და უახლოეს მომავალში ანალოგიური საფრთხე ჩვენც გვევლოდება. თუ ეს ყველაფერი, ეს მიგრაცია, რასაც ქვია ეს უკონტროლო მიგრაცია, ეს მასიურად უცხოელებზე გაყიდვა ჩვენი ტერიტორიების არა იკრძალა ჩვენც უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ თუ დიდ ქვეყნებს მასეთი საფრთხე ემუქრება, ჩვენ პატარა საქართველოს მით უმეტეს ემუქრება და ჩვენ სარწმუნოებას ახლა მაგენი რომ მტრობენ, ისე ვინ მტრობს, ხო? ებრაელები და მაგენი და ამიტომ მე მაგალითად პირადად როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი, როგორც ერთ-ერთი რიგითი, ასე ვთქვათ, ქალი ვარ, მაგრამ ვიტყვი რომ ჯარისკაცი ჩემი ქვეყნის სამშობლოს დასაცავად ვდგავარ იქ, სადაც უნდა იდგეს თითოეული ქართველი ჩემი აზრით და უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ჩვენც არ აღმოჩნდეთ იმ უმცირესობაში, სწორად აღნიშნა გიორგიმ, როცა ასეთი დემოგრაფიული პრობლემა გვიდგას, აგერ სახეზე გვაქვს, რომ შობადობას აჭარბებს სიკვდილიანობა, უცხოელებით ივსება აქაურობა, ემიგრაციაში მიდის ქართველები, იმიტომ რომ გაუსაძლისი პირობები არის ეკონომიკური თვალსაზრისით კი ამბობენ, რომ გავრბივართ წინ, მაგრამ გავრბივართ კი არა უკან მივდივართ. ნუ თვითონ გარბიან, რა თქმა უნდა, პირადი თავიანთი კეთილდღეობისთვის, რა თქმა უნდა, გარბიან, მაგრამ მოსახლეობაზე როგორ აისახება ეს ყველაფერი, კი ვხედავთ ჩვენ ყველანი სახეზე, ვისაც ცოტა აზროვნება გვაქვს, რა ვიცი, ახლა დუმილით და მე იმის დაკარგვის და ამის დაკარგვის მიზნით მე არ მიმაჩნია ადამიანი ასეთი ქართველად რა. იმიტომ რომ როცა შენ ხედავ რომ შენიერი კვდება, შენ ქვეყანას ესა საფრთხე ემუქრება, შენ სარწმუნოებას ძირი ეთხრება ფაქტიურად, უფალმა დაგვიფაროს და შენ ამ დროს რაღაცას უფრთხილდები და შენ თავს უფრთხილდები ბოდიში გაგებულო, გათითო კაცებულ ერად რო იქეცი, თუ რა ვიცი ვითაც იქეცი. უახლოეს მომავალში ჩვენც იგივე საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით და ნამდვილად არც დაგვჭირდება 10 წელი მერწმუნეთ, სულ ისეთი საჯიში ადამიანები შემოდიან, საბრძოლო ადამიანები, ანუ ასაკი აქვთ ისეთი, რომ შეხედავ, რომ აი გეგონება მართლა მეომრები არიან, მართლა ჯარისკაცები არიან და ანუ ისეთი იმითი არიან მომართულები და ამ ყველაფერს ჩვენი ხელისუფლება წინ როგორ ვთქვა, წინ არანაირ წინააღმდეგობას კი არ უწევს, არამედ პირიქით
პირიქით უწყობს კიდევაც ხელს ყველანაირად სასათბურე პირობებს უქმნიან აქ, ყველანაირ სასათბურე პირობებს უქმნიან და მე მგონი რომ პოლიციასაც უკვე მე მგონი კი არა უკვე ართმევენ იმის უფლებას თუ რაიმე დანაშაულს ჩაიდენენ მათ ზედმეტი ხმა არანაირად არ გასცენ იმ ვიღაც მიგრანტს. ჩვენს ქვეყანაში ვამბობ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა, თუნდაც მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენა, თუნდაც იარაღით გადაადგილება ისე როგორც უნდათ, ასე ვთქვათ დათარეშობენ როგორც უნდათ, იქცევიან როგორც უნდათ, ანუ ფაქტიურად უკვე ქართველი მოსახლეობას აწუხებენ თავიანთი შეძახილებით, თავიანთი ყვირილით თუ რა ვიცი მუსიკებით და გართობით, მაგრამ ჩვენი დანაშაულიც არის ეგ ყველაფერი, იმ ხალხის დანაშაული არის, ჩვენსაც ვერ ვიტყვი რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ხალხის დანაშაულია, ვისაც ამ ყველაფერზე რეაგირება არ აქვს. ან ჩუმდება რაღაცის საფასურად. ეგ პირდაპირ ვიტყვი, რომ არის იუდეველობა ჩვენი ქვეყნისთვის, სარწმუნოებისთვის 30 ვერცხლად რომ გაყიდეს აი ზუსტად იესო ქრისტე, აი ესეთი გაყიდვა არის სიჩუმით ჩვენი სამშობლოს. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, წინ უნდა აღუდგეთ. აქციები იქნება პატარ-პატარა თუ ხალხში უნდა გავიდეთ ყველანაირად, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვისაუბროთ მოსახლეობასთან, ყველგან სადაც მივართ თუ გამოვართ, უნდა ვისაუბროთ ყველგან, უნდა მივიტანოთ ინფორმაცია, რათა მაქსიმალურად ბევრნი უნდა ვიყვეთ 20 სექტემბერს არაარაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ და არა მხოლოდ, არამედ ის მიგრაციის ზოგადად მიგრაციის წინააღმდეგ, უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ. ამიტომ მოუწოდებ თითოეულ ქართველს იქართველონ და იქართველოთ სამშობლოსთვის. იქართველოთ სამშობლოსთვის და მე ვიტყვი, რომ ჩვენ ნურცის დაგვავიწყდება, ვისი გორისანი ვართ, ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები, როგორ იბრძოდნენ, თუ საჭიროება მოითხოვდა იმ თოხს, ბარს, ყველაფერს გვერდით დებდნენ, იარაღს იღებდნენ და მიდიოდნენ და სანამ იარაღის აღება დაგჭირდა ხელში, დროა ქართველი ერის გამოფხიზლების, გამოღვიძების, გვეყო უკვე ძილი, საკმარისია და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავანახოთ, თუნდაც ჩვენი რიცხობრივი რაოდენობით ამ აქციაზე 20 სექტემბერს ვგულისხმობ, რაც არის დაგეგმილი, ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს ქვეყანა, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ მათი საკუთრება. ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ ქართველებს და ჩვენი ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული, მიტომ არიან ხელისუფლებაში, მიტომ იღებენ ეგონებათ, რომ ვიღაც არიან, ისინი არიან ჩვეულებრივად ხალხის მიერ დაქირავებული მუშაკები. და საიდანაც იკვებებიან და ვინც კვებავს ამათ, ზუსტად იმ ხალხის სამსახურში უნდა იყვნენ და არა იფიქრონ იმაზე, როგორ დადონ სავაჭრო დახლზე ნაწილ-ნაწილ გასაყიდათ ჩვენი ქვეყანა. ნაწილ-ნაწილ გასაყიდათ ჩვენი ქვეყანა და როგორ გამოაცალონ ძირი ჩვენს დედა ეკლესიებს, ჩვენს სარწმუნოებას. ეს ანტიეროვნული და ანტიქართული ხელისუფლება ნამდვილად მოსაცილებელია ამ ქვეყნიდან კი არა, საერთოდ სახელისუფლო სტრუქტურებიდან მოსაცილებელი არის, სანამ კიდევ დავრჩენილ ვართ ვიღაც და სანამ კიდევ დაგვრჩენია ტერიტორიები რაღაც საქართველოსი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უკვე, აგი რუსეთზე გაიშვერენ ხოლმე თიც ოკუპანტიაო, ჩემთვის ყველა გარშემო ვინც ყავს, ყველა არის ოკუპანტი. ჩემთვის არის ყველა, ყველას რაღაცა აქვს ჩვენი ტერიტორიის წაღებული. ჩვენ არა ყავს მეგობარი ქვეყანა გარშემო, არც არავინ არ ყოლია და არც ყოლება, ყველას თავისი ინტერესები აქვს ჩვენ ქვეყანაში. გიორგი თუდათომ აღნიშნა, რომ ზუსტად ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ზუსტად იმ ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე, მოიწევენ აქეთ, ასე ვთქვათ. ამიტომ ნურავის ეგონება, რომ მხოლოდ ის, რაც წითელ ხაზის იქეთ არის ოკუპირებული, ის არის ოკუპირებული, ჩვენ უკვე ვართ
ვართ სამწუხაროდ შიდა ოკუპაციაში. შიდა ოკუპაცია მოგვიწყო ამ ხელისუფლებამ და ეხლა გინდა ნაბადი მოისხან, გინდა ჩოხა ახალუხი ჩაიცვან, გინდა რაც უნდა ის გააკეთონ. ფაქტია, რომ ერთ ხელში სანთელი უკავიათ, მეორე ხელში კი ამ ყველაფერს ყიდიან და მიწას აცლიან. გვიყიდიან სამშობლოს და ზოგიერთს ამაზე რომ რეაგირება არ აქვს, მე მაგალითად პირადად ძალიან უბრაზდები. მით უმეტეს, როცა ქართველი ვაჟკაცი დადგება და დაიწყებს, რომ იცი რა, მე არ ვერევი ამ პოლიტიკაში და არ მაინტერესებს ეს პოლიტიკა და აი მე არც არჩევნებზე მივდივარ და რაღაცა. შემოკარგებო, მიმართავ მასეთ საზოგადოებას. საქართველო არ არის მხოლოდ ის, რომ შენ როცა ჭიქას აიღებ ხელში, სადღეგრძელოს რო იტყვი, მაშინ გაგახსენდეს. სადღეგრძელოს თქმის დროს და ჭიქის დადგმისთანავე დაგავიწყდეს. არც ქართველობა არ არის ის, რომ შენ მხოლოდ საქართველოში იყო დაბადებული და ქონდეს ქართული გვარი და სახელი. იყო ქართველი, ეგ დიდი პასუხისმგებლობა და შენი პირდაპირ მოვალეობა და ვალდებულება არის, რომ დაიცვა ის შიდა თუ გარე მტრებისგან, როცა მას საფრთხეს უქმნიან. აი ეს არის ჩემი ძირითადი სათქმელი, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, პატარ-პატარა აქციები იქნება ეს თუ დიდი აქცია იქნება 20 სექტემბერში, ნება იბოძოს ყველა ქართველმა და საქართველოში მცხოვრებმა, თუნდაც ჩვენი მეგობრები არიან, დიდი ხანი ცხოვრობენ, მე ცუდი განწყობით არა ვარ მათ მიმართ, ეთნიკურმა წარმომავლობის ადამიანებმა და უნდა დადგნენ იქ, სადაც საჭიროა. ყველაფერი უნდა გადაიდოს გვერდზე. ეყოს უკვე ყველას სამსახური სოციალის თუ რაღაცის გამო შვილიშვილის მომავლის გაყიდვა, იმიტომ რომ მათ რიცხვში ჩვენც ვხვდებით. ჩვენი შვილებიც ვხვდებიან, ჩვენი შვილიშვილებიც ვხვდებიან და ნუ აკეთებენ იმას ისე, რომ თვითონ აფუჭებდნენ იმ დუმილით და მერე ჩვენ ვიბრძოდეთ. კი, რა თქმა უნდა, მაინც ჩვენი საბრძოლი არის მაგ ყველაფერი, მაგრამ ნება იბოძონ, როგორც ჩვენ გვაქვს გადადებული თავები, თუნდაც იმ კონკრეტულ დღეებში, როცა პატარა აქციები იგეგმება, ან თუნდაც დიდი აქცია დაიგეგმება, ყველაფერი გადადონ თავიანთი შვილების და შვილიშვილების მომავლისთვის, რომ მათ დიდი ნაღმი არ დაუტოვონ სამომავლოდ, რაც აქვს ამ ხელისუფლებას ჩაფიქრებული. სამწუხაროდ, რაც აქვს ამ ხელისუფლებას ჩაფიქრებული, დიდ ნაღმს უტოვებენ, ჩვენს გვიტოვებენ ფაქტიურად და გვიდებენ. როდის აფეთქდება, ღმერთმა უწყეს და სანამ აფეთქდება, მანამდე უნდა მოვახდინოთ რეაგირება. კიდევ ერთხელ ვამბობ, აღარა გვაქვს ძილის დრო, სიფხიზლის დრო არის, თორემ სანამ ჩვენ გვძინავს, მტერს ღვიძავს. და მტერი აკონტროლებს უკვე ფაქტიურად ჩვენს ტერიტორიებზე, სად რა და როგორ არის და მტერი უკვე აღრიცხავს, სად რა როგორ არის შესაძლებელი და რანაირად არის შესაძლებელი და გადასცემს ამ ინფორმაციას იქ, სადაც საჭიროა თავის ქვეყანაში. ამიტომ ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის, ეს საჯიში ბიჭები რო შემოდიან, მანდედან რო იტყვიან, აი საბრძოლო საომარი აღნაგობის ბიჭები რო შემოდიან, სულ ახალგაზრდები ფაქტიურად, არც ეს არა მგონია, მე შემთხვევითი და ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ხდება ზუსტად მიზანმიმართულად მათი მხრიდან, რაშიც მათ ხელს უწყობს ჩვენი ანტიქართული, ანტიეროვნული ხელისუფლება. ძალიანაც კი ამბობენ, რომ ეროვნულები ვართო, მაგრამ ეროვნულობისას მე მათ ვერ ხედავ. რა არის მათი ეროვნულობა, როცა სახელმწიფოს საფრთხეს უქმნიან, როცა სარწმუნოებას საფრთხეს უქმნიან, როცა როცა განადგურებენ როგორც ერს განადგურებენ, როცა იძულებული ხდები, რომ დატოვო შენი ქვეყანა და სხვა ქვეყანაში გადაიხვეწო და მერე იმითი ამართლებენ ამ ყველაფერს, რომ იცი რა, ქართველი ერს ეზარება მუშაობა. არა ბატონო, არავის არ ეზარება აქ მუშაობა, როცა იქნება მაქსიმალური ანაზღაურება იმ შრომის, რასაც ისინი ეწევიან. და არა ვირული შრომის ანაცვლოდ მინიმალური ანაზღაურება. ასე რომ
ყველას მიუმართავ, ყველა ქართველს, თუ არა ქართველს, ვინც საქართველოში ცხოვრობს. ყველამ უნდა გამოიღვიძოს, ყველა უნდა დადგეს, გაერთიანდეს, არა აქვს მნიშვნელობა, აქ პოლიტიკურ ნიშანს, რომელ პოლიტიკას მიეკუთვნება თუ რომელ პოლიტიკას უჭერს მხარს. მე მომწერეს მაგალითად ნაციონალები არიან გამწარებული ერთი აქცია არ გაუცდენიათ რუსთაველ თავისუფლებაზე და აი თქვენებს უთხარით და იმოქმედონ ამ მიგრაციასთან დაკავშირებით რაღაცა საშინელი მდგომარეობა. იცი ბატონო, შენ რომ იქ დგახარ და ჩვენ ვიბრძვით, აგერ ჩვენ უკვე მოქმედებთ, აგერ დავგეგმეთ აქცია. ეხლა მე მოუწოდებ მასეთ ადამიანებს ნება იბოძეთ და თქვენი საახლობლოთი გამობრძანდით 20 სექტემბერს აქციაზე და დაგვიდექით გვერდით. იმიტომ რომ მარტო ჩვენი საბრძოლი არ არის, ეს ქვეყანა ყველასია და ყველას დასაცავი არის. მე ერთ რამეს დავამატებ, აი, როდესაც აქ შემოსულ მიგრანტებზე გავიწყებთ ხოლმე საუბარს. ხშირ შემთხვევაში შეპესეები, რომლებიც აი მაგალითად ქალაქში აკეთებენ რაღაც სამუშაოებს, ხო, ეს იქნება ტროტუარების მოწესრიგება, ასფალტის დაგება და ასე შემდეგ. არიან უცხოელები. მე მაგალითად, რა ვიცი, თბილისშიც აგერჩემთ, ხაშურში, რა ვიცი, დაილია მუშა, აგერ ინდოელები და პაკისტანელები აკეთებენ სანიაღვრეებს და მე მქონდა შეხება ერთ-ერთ მუცხოვურ კომპანიის წარმომადგენლებთან, რიგით მუშებთან. და ყველა ამბობდა, რომ არიან ვიღაც თანამშრომლები, რომლებიც თვითონ უფროსობამ არ იცის ვინ არიან. ეხლა ხო ხვდებით მარტივი გასაგებია, რომ ეს არის იმ ქვეყნიდან გამოგზავნილი იქაური სპეცსამსახურების დობით აღჭურვილი პირი, რომლებიც ამათ აქ კონტროლებს. ესენი რა შვებია და როგორ შვებია. და რაღაც ინფორმაციებსაც აწვდის საკუთარ ქვეყნის სპეცსამსახურებს. ამ დროს სუსი აგერ Facebook-ზე ვირა პოსტს დაუწერს ბიზნესს და რა დონეზე გალანძღავს იმის მიხედვით აჯარიმებს და იჭერს ხალხს და იცით რა შეა ხალხო საქმე? აი საქართველოს რას გავს? აი რას გავს რომ წარმოვიდგინოთ აი კარებ მორღვეულ ბანკს, რომელსაც დაცვა არ აყავს, სეიფი არის ღია, ფული ყრია და ვინც გაივლის, გამოივლის, მოკიდებს, რამდენსაც მოკიდებს ხელს, იმდეს წაიღებს რა. ესე არის ჩვენი ქვეყანა. საზღვრები მორღვეული გვაქვს, თითქმის ყველა მეზობელთან გვაქვს ტერიტორიული დავა, აგერ რუსეთთან აღარ ვიტყვი, აზერბაიჯანმა დავით გარეჯი წაგვართვა ამ რამოდენიმე წლის განმავლობაში. თურქეთმა საერთოდ ერთიანი საქართველოს კონცეფცია, საიდანაც წამოვიდა ის ტერიტორია მიითვისა და ამ გამოშტერებულ ქართველებს აღარ ახსოვთ ეგ და აღარ უნდათ ეგ ტერიტორია. სომხეთს ლორე აქვს მიტაცებული და რა ვიცი, აგერ რაც დავრჩით, იქ ამ მთავრობამ ფული იშოვოს და ჯიბეები გაიცქელოს, მაგის სანაცვლოდ უცხოურ ქალაქებს გვისახლებენ. პლუს ამას ქალბატონ მარინას თქმის არ იყოს, აი მართლა იდიოტი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე თუ რა განზრახვა აქვს აი ამ უცხოელებს, როდესაც შეხედავ მათ აღრაგობას, მათ ასაკს. ანუ ჩამოდიან შრომის უნარიანი ჭამთელი ახალგაზრდა მამაკაცები, ქალბატონები, რომლებიც რავი არ მიდიან ამ ქვეყნიდან. აი არ მიდიან რა, იმიტომ რომ ეგენი ისეთი ქვეყნიდან არიან ჩამოსულები, რომ იმათთან შედარებით ეს ქვეყანა არის სამოთხე. და ვიღაცებს რო წარმოუდგენიათ, რომ ეგენი აქ სტუდენტები არიან, აქ უნდა ისწავლონ და მერე საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ აქ მიღებული განათლება, მაგნაირებს მოგმართავთ ერთი ძალიან მარტივი კონტრარგუმენტით. თქვენ აქ ვისაც ასწავლით, ქართველ სტუდენტებს რომ ასწავლით, იმდეს ვერ აბავთ თავს, რომ თქვენი ნასწავლი განათლებით და განათლების მაჩვენებელი დიპლომით აქვე დაასაქმოთ თქვენი მოქალაქეები. ჩვენი დღევანდელი განათლება, აი 4 წლიანი ბაკალავრის დიპლომს აქვს
როგორი მნიშვნელობა იცით? ვიღაც კერძო იმან თუ არ დასტურა ბეჭდით, რა ქვია იმას. დავით, შენთან რომ ერთია რაიონში. ჩემთან რა არის? შენთან რომ ერთი ყავთ რაიონში, რა ქვია მაგას კაცო? ნოტარიუსი, ხო, აი, წარმოიდგინეთ ხალხო, რა დონის სისტემაა, განათლების სისტემაა, რომ სახელმწიფოს უხდი ფულს 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 10,000 ლარს. 2250 ხო არის გადასახადი? ხო და ესე იგი 4 წელი უხდი ფულს, გაძლევენ დიპლომს და ეს დიპლომი უნდა დაგიმტკიცოს ვიღაც კერძო ნოტარიუსს. დიპლომამდე კიდე 12 წელი სწავლობს სკოლაში, საჯარო სკოლაში. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად სისტემის მიერ, რავი, აშენებულ სკოლაში, განათლების სისტემის. 12 წელი სწავლობ და ეს დიპლომი, ეს ატესტატს ხო იღებ. ატესტატზე ნოტარიუსს თუ არ დაარტყმევინე, ვიღაც კერძო ნოტარიუსს თუ არ დაარტყმევინე ბეჭედი, ისე უმაღლესში არ მიგიღებ. და ეხლა აი ამ სისტემის შემოქმედები ხო მოდიან და გეუბნებიან რომ აქ რო ინდოელი ჩამოდისო ჩვენ აქ ინდონის განათლებას ვაძლევთო რომ მე იქ მიდისო ინდოეთში ბირთვულ სახელმწიფოში ხალხო და იქ ახლა იქ მე იმაშება რა ქვია აშენებს ქვეყანას ხო და ხშირ შემთხვევაში ეგეთი ხალხი აქ რჩებია ხო და ერთ სიტყვი კიდევ დღევანდელი ბაკალავრის დიპლომი მნიშვნელობას თუ შევადარებთ, ხო? ნიშნავს შემდეგ რამეს. მოусმინა. ანუ მაგას ნიშნავს, რომ მოусმინა 4 წლის განმავლობაში მოისმინა. მორჩა, მეტი კვალიფიკაცია აღარ აქვს მაგ დიპლომს. აპრიორში სისტემა გიბიძგებს კიდევ უფრო მეტი ფული გამოგძალოს, შენ თუ მაგისტრის დიპლომი არ გექნა, ხო? სადაც უკვე წერია მოусმინა და ისწავლა. ხო, მაშინ მანამდე ვერ დაიწყე მუშაობა სამქვეყანაში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაგისტრი კი არა, დოქტორანტები ვიცი, პოლიტიკურ მიმდინარეობაში რო არ ემთხვევიან ამ მთავრობას, რავი, მე საერთოდ გასაუბრებაზეც არ უშვებ. აი ამ სისტემის შემოქმედი მთავრობის მხარდამჭერი, რიგითი მხარდამჭერი მაგ არგუმენტით გიტევს, რომ შენ რა გინდა კაცო, აქ სტუდენტია, ფული შეგვაქვს და აქ ინდონის განათლებას ვაძლევ ჩვენ, რომ იქ მე ინდოეთში მიდის, პაკისტანში მიდის და იქაურ ქვეყანას აშენებს. იდიოტი ხარ ახლა მეტი რაღა უნდა გელაპარაკო რაღაცა. მე გიორგი, ახალგაზრდები ხართ ახლა თქვენ და მეც შვილები მყავს პატარები, რომლებმაც დაამთავრეს, ისწავლეს, ყველაფერი გააკეთეს საიმისოთ, რომ ისწავლეს, დაამთავრეს, ბაკალავრის დიპლომი აქვთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მუშაობდნენ თავიანთი პროფესიით. არა და ნამდვილად წარჩინებული მოსწავლე იყო, მით უმეტეს რომელიც იქ მყავს. წარჩინებული სტუდენტი იყო, მშენებელი ინჟინერია ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ მუშაობდა რესტორანში მიმტანად, მეორე ბარმენად. აი, იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ზუსტად თუ მათი ადამიანი არ ახარ, ან ვიღაცა არ ყავს და რაღაცა, ხო? არ დაგასაქმებენ და ვერ დასაქმდები, თუ ძალიან რაღაცა ისეთი ვარიანტი არ იყო, რომ რა ვიცი და მეორე ფაქტორი, როცა შენი სტუდენტი, რომელიც ამთავრებს აქ და კიდევ შენ თქმის არ იყოს ფულის გამომუშავებაზე არ იფიქრო, არამედ იმაზე იფიქრო, რომ რამე ისეთი გააკეთო, რომ ეს ნასწავლი ბავშვები, რომლებმაც ისწავლეს, დიპლომები აიღეს, რაღაცა ჩადეს ხო თავიანთი შრომა, წვალება, ის რაც ისწავლეს ხო, იმ პროფესიით თუ ვერა, თუნდაც სხვაგან რაღაცა გააკეთო ისეთი, რომ დაასაქმო, ხო? შენ ვის მისაქმე აქვს, ვინ ჩამოყავს აქ რომ დამისაქმო, ხო? შენისთვის ვერ მოგივლია, ჯერ შენსას მიხედე, შენსას გაუკეთე, ის პირობები შეუქმენი და მეორე მხრივ ის ფაქტორი. კარგად ვიცით, განათლების სისტემა რა დღეში არის. ჩამონგრეულ დამხობილი არის. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არიან ბავშვებს ვამბობ სტუდენტებს.
და არიან სკოლის მოწაფეებიც, რომლებსაც მართლა გადადებული აქვთ, ასე ვთქვათ, თავი და მართლა ძალიან მოწადინებულები არიან და მაქსიმალურად ცდილობენ მაქსიმალური განათლება მიიღოს. მე გაუნათლებელ ბავშვებს არ უწოდებ, მაგრამ არიან ისეთებიც მარტო რომ მიდიან და მოდიან, ანუ სწავლის დონე რა არის, 2 წლიანი დიპლომით აგერ საავადმყოფოებში მუშაობენ და რა ფაქტებიც გვაქვს და ზუსტად აი იმ ფულის გადახდილი დიპლომით რა ფაქტებიც გვაქვს, თუნდაც მერე შემდგომ ჯანდაცვის სისტემაში, რომელიც დღეს, რა ვიცი, ჯანმრთელი ადამიანი არსებობს, მე მგონი ბავშვობიდანვე და დედის მუცლად ყოფნიდანვე წამლებით ზრდიან იმ ბავშვს, რომ რაღაცა ჯანმრთელი დაიბადოს რაღაც კუთხით. მაგრამ სამწუხაროდ გვაქვს ისეთი შემთხვევები თუნდაც ჯანდაცვის სისტემაში, რომლის გამოც ადამიანებს საქართველოს დატოვება უწევთ და საზღვარგარეთ თუნდაც კვლევების გაკეთება არის თუ თუნდაც თავის გადასარჩენად წასვლა. აი ეგ სისტემა გვაქვს დღეს და მოცემულობა საქართველოში, რომელიც არის ძალიან პირველ რიგში მისახედი, პირველ რიგში თუ არა მეორე რიგში მაინც მისახედი არის ყველანაირი თვალსაზრისით. და ეხლა შენ თქმის არ იყოს, რომ იქ ვიღაცა უცხოელი ჩამოდის. მე რო ჩემი შვილი საავადმყოფოში მეწვა, გიორგი, ხო? და იქ იმსველოდებოდი ერთხელ ერთი ქართველი გამოვიდა მხოლოდ სტუდენტი. იქ იყო აუდიტორიის კაბინეტი მოწყობილი და ერთი ქართველი გამოვიდა მარტო და ესენი ყველაფერს გააკეთებენ, გიორგი, იმისთვის რომ მაგალითად რომ ჩააბარონ სასწავლებლებში, რომ იმუშაონ, იაფად დადგნენ ზუსტად იმ მიზნისთვის, რასაც შენ ამბობ, რომ აი ეს მერე აკონტროლონ, გადასცენ, გადმოსცენ და ყველანაირად მაქსიმალურად ყველაფერში მოვედონ, რა და როგორ რა მუშაობს. და სად რა სუსტი წერტილი გვაქვს თუ ძლიერი წერტილი გვაქვს, სად რა შეიძლება გაკეთდეს, რა თქმა უნდა, ცუდი თვალსაზრისით ვამბობ და არა კარგი თვალსაზრისით ამ ყველაფერს. ნუ ეხლა მაგ განათლების სისტემაზე ბოლოს რაც მოხდა, ეს ფორმების შესახებ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენ შპს-ში ვცხოვრობთ და არა სახელმწიფოში. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, რა ვიცი, ახლა მე-12 კლასელი მარა დააშავეს, არ ვიცი. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით ფორმები შეიკერა, მაგაშიც ხალხმა უნდა გადაიხადოს. თან ჩინეთში კერავენ, ჩინეთში, ანუ მანას არ აკერვის თან. მე გეტყვი რა ხდება. მე გეყო და აგერ მოგვახსენე გვითხარი. პირველიდან მე-6 კლასამდე იმიტოა, რომ ეგზომები აქვს, გაიგე? ჩვენი ბავშვები უკვე დასულ ჩინელების ხელები არიან მე-6 კლასში. და ეგზომეტი ზომები აღარ არის და თან კიდე ფოტოში რო ჩამოვიდა, გებიდან 6000 ფორმა უკვე მოიპარეს, ბიჭო. გაიგე? არა, ეგ საქართველოში არ მოხდებოდა. იცი, ძმაო, 6000 ფორმა გებიდან არის მოპარული უკვე. იმას ეს ხელზე გაკიდიან. არა ვიცი ახლა ხო რა. ჩვენ ქვეყანაში პირდაპირ იტყვიან სასაცილო კი არა, სატირლად გვაქვს საქმე რა, სატირლად. ფორმებს ხმელეთი არ ენახათ უკვე 6000 მოიდა. მაგას ხო იცი ესენი როგორ აპრავებენ. აბა 300 ლარად ვინ შეკერავდაო ისაო საქართველოსიო მაგ ფორმას. ხო და მილიონები დახარეს. რა, აი რატო არ უნდა შეკერო მე არ მესმის. რას ქვია ვინ შეკერავ? ვინ შეკერავდა კი არა კაცო. სახელმწიფო. ბიჭო, ერთი თათა ვარდანაშვილის ის იყო ხოლმე სამკერვალო ფაბრიკა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბათინკებს უკერავდა რა და სხვათა შორის ამ სამკერვალო იმით კუთხი საქართველოს განვითარებულია და რა ვიცი, ფეხბურთელების ფორმები ევროპული კლუბებს უკერავენ ფეხბურთელის ფორმებს, კაცო. ეს ბავშვები რა ვინ არიან? დრაკონები არიან, გლეჯავენ ამ ფორმებს თუ ვინ არიან? აგაც ხო შეგიძლია გააკეთო, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ ფასზე აქ. ვიღაცამ გაჭრა იქ თემა, როგორცა ხდება კაცო. ვიღაცასთან დალაგდა, ვიღაცა მაიმუნ ჩინელთან და იმან მოუგვარა ეს ყველაფერი და შემოიტანა ჩვეულებრივ მოსახლეობას რა, აი როგორც აი სულ ყველაფერი ხო ეს ხდება საქართველოში.
წარმოგიდგენია როგორი ხარისხის ფორმები იქნება, თუნდაც ხო წარმოგიდგენია თან ახლა. პანდემია რო იყო, პანდემია მაშინ შემოდიოდა სპეციალური თეთრი აღჭურვილობის ფორმა. აი ეს რომ მიდიოდნენ ხოლმე და ის ვისაც კოვიდი ჰქონდა, ეს რო ეპარებოდნენ რომ დეეჭინათ ხოლმე ის ხო გახსოვთ ექიმები, რანაირები იყვნენ და ჩემი ძმაკაცია, ჯარის ძმაკაცი, ავი ბავშვი ნათლია ვარ ის არის. სასრაფოს მძღოლია რა, ზდაროვია ცოტა და ეს ფორმები არ ეტევა კაცო და ეუბნებიან უნდა ჩაიცვალო. ბიჭო, ერთჯერადია. ანუ თან რა ხდება, ისე არის დაზაფრული ესო. გარდაცვლილს რო გამოიყვანენ იქიდან რა ქვია, საავადმყოფოდ მე ეს ფორმა ილუქება და მიაქვს რაღაც სპეციალური ორმოა და იქ ჩააგდონ და იქ სიკვდილია, გაიგე, ისე ხალხი დაზაფრული რომ ის უნდა ესე ფერჩატკები რამე ყველა და ერთი კაცია იმისთვის გამოყოფილი რომ იმა უნდა დაწვას ესე. საწყალი ამას არ ეტევა რა და არ ეტევა და ეს რაც აწვია სასრაფოს თანამშრომლებს ვარ სპეციალური რაღაც ის უნიფორმა იმით დადის და თუ შემოწმებაზე მოდიან ედავებია რატო არ გა ბიჭო რავი მუხლამდე არ ამომდის ის და ის რა კანას და არ ახდება ამას კოვიდი კაც ყოველ დღე ამოწმებე რომ კოვიდი არ ახდება ამას რა დანარჩენი შეფუთულები დადიან ora ესეთი პატარა ბოწუწკნული ფორმები იქნება საქართველოს აი გეუბნებით რომ ქუთაისშიაც არის დიდი ფაბრიკა კერძო ეგ იმის აშენებული არ არის რომ გეუბნებოდა რომ აგიშენებთ კერძო ეგ დიდი ხნისაა თბილისშია კიდე რამოდენიმე ვიცი იმიტომ რომ რაზე მჭირდებოდა მე მგონი საქართველოს დროშების იმას ვეძებდი და მოვიძიე რაღაც გადავყევი ხო იცით ინტერნეტით რო მოხდება ხო და არის სხვათა შორის რეგიონული თათო ვარდანაშვილის სამკვირვებლო ფაბრიკა უკერავდა ბათინკებს თუმცა რომ ჯარისკაცებს რომელიც ერთი წელი ძლევდა და ბიჭო რა ვიცი იმ ბავშვს საქართველოს შეუგეროთ ეგ ფორმა და რატო უნდა ვიყიდოთ მაგალითად ჩინეთში ან კიდეც გერმანიაში რა ვიცი ეგ კიდევ ყველაზე დიდი ეგ კიდევ ერთ-ერთი უბედურება ჩვენი ქვეყნის რომ არ გვაქვს ზუსტად სახელმწიფო დონის სამკერვალოებია თუ საწარმოები თუ ფაბრიკები რაც იყო ხოლმე ადრე აი კომუნისტებს რო ლანძღავი ჩვენთანაც იყო დუშეთში სამკერვალო ფაბრიკა და იწარმოებოდა იქ ყველაფერი და სხვათა შორის დასაქმებული იყო ხალხი ქონდა ხალიჩების საამქრო ქონდა საკონსერვო ქარხანა კარაქმრეწვი ქონდა ავტოსადგური იყო სადაც ისა ავტოსადგური იყო სადაც ტრანსპორტი ჩერდებოდა იყო ასევე საგარაჟი ადგილი ასე ვთქვათ მე ის ტრანსპორტი რომელიც იყო მუნიციპალიტეტის რომ გაჩერებული იყო თუ რაიმე მომსახურება იყო საჭირო რომ მომსახურებოდნენ ეს ყველაფერი ახლა დათო ეგ არის უბედურება ზუსტად რომ გადავიდა კერძო პირების ხელში ეს ტერიტორიები გადავიდა უკვე და აი თუნდაც ახლა მე დღეს რო დავდე პოსტი ხო ავტოსადგური რომ მოეწყოს ის ძველი ავტოსადგური კერძო მოსაკუთრის არის უკვე რაც იყო ის ტერიტორია აი მაგაზე მინდოდა ვკითხვა რომ აი დუშეთის მუნიციპალიტეტის რაიონში მეგობრებო სადაც რა ვიცი აი ყველა რაიონში ხო ჭირდება ავტოსადგური საიდანაც გადის ქალაქების მიმართულებით რავი რაიონების მიმართულებით რაღაც გარკვეული მარშრუტები ანუ იქ უნდა იჯდეს ვიღაცა ოპერატორი საათები როგორ არის ისე კი არა მეზობელმა მეზობელს რო უთხრა კაცო ამა და ამ დროსო დუშეთიდან რავი ყვარელში მიდის მარშრუტკა ეგ უნდა დაიმახსო რომ არ გამოგჩეს რომ იმ დროს იქ უნდა იყოს სპეციალურად მოწყობილი რა ვიცი ოთახი ოპერატორი უნდა იყოს იქ მე რავი ნორმალურ ქვეყანაში მარტო დიდუბეში რო აცხადებს რომ გადის ამა და ამ დროს ეს ავტობუსი ყველგან უნდა იყოს ეგეთი რაღაც საინფორმაციო კუთხე ჯოდა სადგური არის გასხვისებული კაი სადგური არის გასხვისებული ადამიანი კერძო საკუთრებაშია გადაცემული თან მაინც შედიან იქ რაღაც გარკვეული რაღაცა ხო შედიან არა მაინც რაღაცა ის მარშრუტები და რაღაცეები რაღაც მიმდებარედ და ჩამოსული მარშრუტები ასე ვთქვათ სოფლებზე დანიშნული მარშრუტები რომელიც ერთი კვირაში ერთი დღე არის გამოყოფილი ჩამოდიან და იმის მიმდებარედ შერდებიან, მაგრამ თვითონ იმ შემთხვევაში ის როგორც არის, მიმდებარედ გზაზე შერდებიან, იქ არ აქვთ გასაჩერებელი თუნდაც ის რაღაცა, მაგრამ თვითონ თბილისი დუშეთის ტრანსპორტი დათო არის კერძო მესაკუთრის. თბილისი დუშეთის რაც არის, ეგ არის კერძო მესაკუთრის. სადგური იმისია მარშრუტიც? არა. ის იმისი არ არის დათო.
სხვა ადამიანი არის, სხვა ადამიანი. კერძო მარშრუტკის შოფრებს კერძო პირი არის, როგორ არის დალაგებული, რანაირად არის, ასე ვთქვათ, ვიღაცასთან და რა. გაზებია და ესია რა, იმიტომ რომ ანუ მან ორი პრობლემის წინაშე ვდგებით. იყო პრობლემა ერთი, რომ ეს მარშრუტკის შოფრები გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებებით დადიოდნენ, ნარკოტიკული თხრობების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და ბევრი ავარიები იყო ქვეყანაში და თქვენს რომ მოდი დიდ ქალაქებს შორის დავნიშნოთ ავტობუსები, მაშინ მარშრუტკის მძღოლებმა რაღაცა იუ კადრის ეს რაღაცა ესეთი რაღაცა, მაგრამ ნორმალურ ქვეყანაში უნდა იყოს მართლა საავტობუსო მომსახურება და ჩვენ ქვეყანაში დავიც უფრო ნორმალურ ქვეყანაში უფრო მატარებლით მომსახურება, უფრო სწრაფია, უფრო კომფორტული და უფრო უსაფრთხო. გამიგეთ, მაგრამ ეხლა ჩვენთან ახლა მეგენი არ არის. რავი, სადგური მაინც ხო უნდა იყოს. სადგური მაინც ხო, გაჩერებები მაინც ხო უნდა იყოს ადამიანებო. გაჩერებები ხო უნდა იყოს. გაჩერებები მაინც ხო უნდა იყოს, ზუსტად მაგას ვამბობ, რომ გაჩერებები მაინც უნდა იყოს, რომ ადამიანებმა თავის შეფარება შეძლონ, თუნდაც ჩამოჯდომა შეძლონ, არიან მოხუცები, არიან ბავშვიანები, არიან იმ გაჩერებასთან გოდიში აი იმდენი წყალი გვაქვს ქვეყანაში, იმ გაჩერებასთან პატარა ფანტანივი წყალი უნდა იყოს, რომ ელოდება იმ სიცხეა თუ რაღაც ცუდად რო გახდეს რაღაც, იქვე უნდა იყოს წყალი, სადღაც როგორც იყო, რაღაც ერთი პატარა ფანტანი, იმიტომ რომ ბიჭო წყალი გვაქვს. თან დუშეთში კიდე რა ვიცი, წყაროებია, უნდა იყოს. წყალი დუშეთს მაგკუთხით არ უჭირს, მაგრამ გაჭირვების ვარიანტში ვართ, იმიტომ რომ მაგერ ლიკა მისმეს ახლა მე და მიცის ახლა რომელ ტერიტორიაზეც ვსაუბრობ. წყალი თვითონ აგერ ახატანში, ჭოპორტის თემი არის ეგ, სოფელი ჭოპორტის თემი არის. ნუ გააკეთეს, გაიყვანეს წყალი, მაგრამ აღმოჩნდა რომ არის სასმელად უვარგისი წყალი და აღმოჩნდა ისიც რომ სრულად არ შეცვალეს ის მილები და დატოვეს რკინის მილი რაღაცა მონაკვეთის იმაზე, იმიტომ რომ ეგ არის ზუსტად ერთ-ერთი კიდევ იმის ფაქტორი თუ რამდენად სწორად ხდება პროექტირება ამა თუ იმის. აი ცოტა ხნის წინ გუშინ იყო ხო თუ როდის იყო გიორგი რომ წყალდიდობა მოხდა და დაიტბორა თბილისი ისევ უჩეცე მაგრამ ერევანშიც იყო წყალდიდობა კაცო ერევანში აი მაგალითად მოდიოდა ტრასაზე წყალი და ხალხო ერევანში იგეთი წყალი აი ხო ზოგადად ქართული არა რომ მაგას ხდება ხო არა, ის ბრალი იყო, ეგრევე მოდიდა ეს. ყველაზე მაგარი, აი ყველაზე მაგარი რა არის, იცი? აი ეს ტროტუარის იმას, ხო, გვერდზე ტროტუარია მანქანის რომ არ უნდა ახვიდეთ რაღაცა. იქამდეა მოსული ერევანში წყალი და აჩვენებენ კადრებს. ერევანში წყალდიდობაა და ამ დროს ვიღაცა გამპრავებელი ერევანში წყალდიდობაა ხალხ იხჩობა ეს ჩემი ესა. თბილისში იხჩობა წყალში. ვერ მიდის. სახლში ვეღარ მიდის და გუში დავით გუში მოისმინეთ სასწაული იქ აი თურმე ერევანში წყალდიდობაში ყოდები შეკეთილზავლო რა გეერევნე გუში მოისმინეთ სასწაული გაправება სასწაული ეგ რატომ მოდიდა ვერცხალი ვიციო ის კი არა რომ გაუმართავი ან არარსებული სანიაღურე სისტემა მილები არის შესაძლებელი ეს ხალხიო, ეს ხალხი რო აპინძურებს ან ცელოფნითაო მასო. გარემოსო ის ცელოფნები აეკრო. ცელოფნები აეკრო. სანიაღურე სისტემა მასიურად აეკრო რა და წალი. ცელოფანი უნდა აიკრდალოსიო. ეგ იმ ვარიანტივით არის, აბა ჩემ შვილს ხომ არ დავსჯიო რა. ეგ ვარიანტი არის. აი წყაროებზე რო წყაროები აღარ არის, სპერები აღარ არის, მიწა აღარ არის ქართული. რო შეიწოვოს ეს წყალი. სოფლებზე რო წყლები არ არის, მაგალითად, ხო დათო, ეხლა ერთ სოფელზე დავათი არის ასეთი სოფელი. მაგალითად, წინა წლებში დაარტყეს ჭაბურღილი. იყო გეოდეზიური დასკვნაც, რა თქმა უნდა, რომ იმიქ არსებობდა წყალი, გამოიყო თანხა და ეს ჭაბურღილის დარტყმა სადღაც 200,000-ზე ადის და მეტიც ხან ხშირ შემთხვევაში. მასიურად არის მით უმეტეს დუშეთის რაიონში მასეთი შემთხვევები მომხდარი და ნუ მე აღმოაჩენენ ხოლმე რომ თურმე არასაკმარისი წყალი არის
იქ არა საკმარისი არა უფრო კიდევ აღმოჩნდება ხოლმე რომ თურმე საერთოდაც არ არის წყალი და ტყუილად დაარტყეს ის ჭაბურღილი და ნუ ეხლა კარგად ვიცით მე სადაც მიდის და როგორც მიდის ის თანხები ხოლმე და როგორ ხდება მისი გათეთრება. ნუ ეხლა ეს საკითხი შემოსული ამ რამდენიმე 1-2 კვირის წინ იმ დავაჩი სადაც ჭაბურღილი დაერტყა, მაგრამ არ აღმოჩნდა იმდენი რესურსი წყლის რომ მოსახლეობას ყოფნოდა და ეხლა კიდევ გამოყვეს 300,000 ლარი იმაზე რომ წყაროებიდან გააკეთონ ახალი გაყვანილობები, ანუ წყაროებს დაუკავშირონ მილები და მერე იმ ჭას დაუკავშირონ, რომ სადაც დაერტყა ეს ჭაბურღილი, რომ მოსახლეობას წყაროები დაშრება, 2 წელიწადში ეგ წყაროები დაშრება, იმიტომ რომ წყაროს მაღლა ხეები რაც არის, იმას მოჭრიან. ხეები ხო იჭირება? კი ბატონო. მერე იმას მოჭრიან, მერე დაშრება, მერე ალტერნატიული გზის გამოძებნას დაიწყებენ. მოდი ახლა ის ჭაბურღილი რო იყო 50 მეტრის იქით ვიპოვეთ კიდე წყალი, თურმე ძარღვი არა ყოფილა. ვერ დავდექით, აი აქ ყოფილა. ისევ იგივე გაკეთდება, მერე რამოდენიმე წლის შემდეგ სხვა წყაროდან დაიწყებენ, მოდი ის დავაკავშირო და ესე გაგრძელდება ბუქსაობა, იმიტომ რომ ეგ პროცესები მე ნანახი მაქვს ჩემთან. და ბოლოს ახლა ივრიდან მდინარე იორზე მოაწყეს რაღაც საფილტრი, წყალსაკაჩები, სოფლებში რო წყაროები იყო, ის წყაროები დაშლა. და წყალსაკაჩები მოაწყეს ბრავი, ხა ყოველ კვირაში ორჯერ, არა, კვირაში ორჯერ არა მაპატიეთ, 2 კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ სავარაუდოდ ესე მატორი იწვება ხალხი უწყლოდ არის, მდინარის წყალს ალევინებენ, როცა რომ მეთქი თის წყაროს წყალსაც სვავდით, ტყეები გაჩეხეთ და მდინარის წყალსა პივით ახარ სადღეგრძელოებელები ვეხუმრები ხოლმე ამ ხალხს, მაგრამ ის ტყეც იმიტომ გაჩეხეს, რომ შეშა არა ქონდათ. გაზი არა არისო გაზიფიკაცია უშუქობა იყო ცუდი დრო იყო და გააქარა კაცო იმათ რაღაც ხო უნდა ეცხოვრათ სხვა ვარიანტი აღარ იყო და გაიტანა ის ჩვენთან მაგალითად არის ახლა მაღალმთიანი სოფლებზე მაქვს საუბარი აი ფშავში ხევსურეთში რომ დღემდე არ არის გაზი მაგალითად ესადათო და ხალხს უწევს თუნდაც იმ შეშით გათბობა რა რაკნას უნდათ რომ გათბეს და მე ერთ-ერთ მოსახლეს ვესაუბრე მაგალითად არჩევნების პერიოდში რომ დავდიოდი და ასეთი რაღაცა თქვა რომ ჩეხურ კომპანიას აქვს ეს ყველაფერი ეს ჩვენი ტყე პარკები ასე ვთქვათ გადაცემული და მე რომ ავიღო შეშაო იმაზე მაჯარიმებენო და თუ მაძლევენ ბილეთს რაც ეკუთვნის ხო კუთვნილი რაღაცა კუბომეტრი რომ მოჭრა 4-ია მე მგონი თუ რამდენიც არის რა რომ მოჭრან ამ მოსახლეობებს სადღაც მთის წვერზე უნდა ავიდეო ზემოთო მთის წვერზეო და იქიდან უნდა ჩამოვიტანო ის შეშაო და თუ დაგინახეს და უკანონოდ ის შეშა აიღე თუნდაც ხმელი და წაიღე არა მაგაზე ჯარიმები არის ჯარიმა არის 8 სანტიმეტრის დიამეტრის დიდი თუ არის გიწერე ანუ ტოტი რა 8 სანტიმეტრიანი ტოტი ანუ დიამეტრი რა მაგაზე დიდი თუ არის რაღაც ჯარიმა გეწერება რაღაც დოზი კი დათო ეგ მოსახლეობას ეწერება ჯარიმა მაგრამ თვითონ რო ჩეხავენ და მე ჩამოაქვთ და ყიდიან იმ შეშას იმავე იმაზე მაგაში რატო თუ ვისაც უნდათ რო აჭრევინებენ და მე აყიდინებენ მაგაში ჯარიმები რატო არის გლეხობა საქართველოს მოსახლეობას და გლეხზე ზოგადად ესეთ კატეგორიაზე მაგაზე არ არის კაცო აქ არის საქართველოში არსებობს ისეთი ფენა ერთი ფენა ელიტა რომლისთვისაც აი შენ რო რაღაცას გააკეთებ თქვათ მაგალითად სახელმწიფო მიწა ავი მისია წლები და მოხანი ხო რომ რაღაცა არა გაქვს საკარმინდა უნდა მოვა გარემოცალკე მოვა რაღაც ვიღაც რაღაცეები მოვლენ ჯარიმებს დაგიწერენ კაცო იქ აი ტყეში რო ესე მოიქცე შენ ჯარიმას დაგიწერენ მაგრამ ჩვენ უყურეთ სვანეთის რაჭის ლეჩხუმის განადგურებას ტყის მასივებისა, მასალებისა, მაგრამ მაგაზე არ აუცილდება, გამიგეთ? მაგაზე არ აუცილდება. ცელდება ჩვენაირი ხალხზე, კაცო, იმიტომ რომ ჩვენ მაგათთვის არაფერს არ წარმოვადგენთ. ჩვენ მაგათთვის არ ვართ პრიორიტეტული საზოგადოება. გამიგეთ? ჩვენ არ ვართ მაგათთვის ის ხალხი, რომ ჩვენ მომავალზე, ჩვენ სოფელზე რო უზრუნავთ, რა ქვია, კაცო, ჩვენ რაღაც ფარგლები გვაქვს. რომელ ფარგლებსაც არ უნდა გავწდეთ და ეხლა
ჩვენ იმ ასაკის ადამიანები ვართ, რომ თუ გახსოვთ ხოლმე, გემახსოვრება წიგში ეხატა ხოლმე ესეთი კარიკატურა ბატონყმობის დროინდელი თუ რაღაცა. ეზო იყო და გლეხი იდგა ცალფეხზე და თავზე ხელები ჰქონდა, ესეც სურათი იყო. აი ეგ ბავშვობიდან მახსოვს ეგ სურათი, რომ ამას შემოღობილში იყო, აი ცალფეხზე იდგა და თავზე ჰქონდა ხელები რაღაც რუსული წარმომავლობის გლეხის სურათი იყო, რაღაც სახლიც ისეთი. აი ბევრს ემახსოვრება რა, რაღაც ისტორიის კურსში, თუ არა ვთქვი, სოფლიო ისტორიის სიგში რაღაცაში. ჩვენ აღმოჩნდით მაგ მდგომარეობაში. ჩვენა ვართ აბსოლუტურად. იმიტომაც არის მე და უწევთ ხალხს იმ სოფლების დატოვება, იმიტომ რომ ვეღარ ხედავენ ადამიანები სოფელში გაჩერების საფუძველს ვერ ხედავენ, იმიტომ რომ თუ არა აქვთ ეხლა გათბობა, თუ არა აქვთ სიტყვაზე დენისათანადოდ, თუ არა აქვთ წყალისათანადოდ, ანუ პირობები არ აქვთ ეგერთი, მეორე რომ შრომობენ და მათი შრომა არ ფასდება. მე აგერ დღეს ვუყურე ერთ-ერთ იმას Facebook-ზე, შემხვდა ხევსურეთის ერთ-ერთ სოფელზე, რომ ერთი ადამიანი ფაქტიურად ერთი კომლი აცოცხლებს იმ სოფელს და მთელი ზაფხული რო აგროვებს ყველს, მერე სადღაც 1500-ო თუ 1000 ლარი მიჯდებაო, რომ ჩაიტანოს ქალაქში, ასე ვთქვათ, თბილისია თუ დუშეთის რაიონია და მერე რეალიზება გაუკეთოს იმ ყველს და რძის პროდუქტს. 25 საქონელი მყავდაო და 15-ზე ჩამოვიყვანეო. ანუ ნელ-ნელა უკვე ვეღარ ხედავს გლეხი აზრს, რომ იმ სოფელში გაჩერდეს დათო, მიდიან მერე თბილისში. თბილისში უწევთ მერე ზოგს ქირით ცხოვრება. აი ფაქტიურად მუშაობენ და ქირას იხდიან, გადასახადებს იხდიან და ფაქტიურად აი სიცოცხლე დაკარგულ ადამიანებად რო იტყვიან, აი რობოტებად და აქცევენ ხოლმე, აღმოაჩენენ მერე შემდგომ რომ იმ თბილისშიც არ ფასდება ის სამსახური, მათი შრომა ისე როგორც საჭიროა, რომ გაწვდნენ ოჯახს, ვერ წვდებიან, უფუნებაზე აღარ არის საუბარი. და ამიტომ მერე უხდებათ და იწყებენ ფიქრს, რომ დატოვონ ქვეყანა და წავიდნენ. აი არის ის ერთი კიდე კი ბატონო, ეგაცე მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იმ გლეხის ყელში წაჭერის ერთ-ერთი მიზანმიმართული ის არის ზუსტად ეგაც, რომ თუნდაც ის შეშაო კანონოდ არ აიღოს, თუნდაც მისი ნაშრომი, აი რამდენ შრომობ შენ თვითონ არ დაფასდეს. და რეალიზება ვერ მოახდინოს ისე როგორც საჭიროა, ჩვენ ხომ მაინც ვიცით ახლა თუნდაც შენი სახით და თუ აგერ მაგალითი გვყიხარ აქ, ღმერთმა გაგიმარჯოს, გაუმარჯო შენ მარჯვენას, დილის რომელი საათიდან, რომელ საათამდე ვენახებში ხარ, რამდენ შრომობ, რამდენ სწავლობ და მართლა გულსატკენია, როცა შენს პროდუქტს და ამხელა შრომას დებ და შენ სახელმწიფო, შენ ნაშრომს, თვითონ ქართველის ნაშრომს არ აფასებს. და იმას ფიქრობს, რომ აი იმპორტირებული, რა ვიცი, რეებით გაჯერებული და გაჟღენთილი თუ გაუბედურებული და განადგურებული საქონელში, ასე ვთქვათ, დამპალ საქონელში, საკვებად უარგის საქონელში მაქსიმალურად მაღალი ფასები გვახდევინოს მერე, რაც არის ზუსტად გვეტყობა მერე აგერ მოსახლეობას ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობებიდან გამომდინარე, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ სიკვდილიანობა ჭარბობს უკვე შობადობას. ეგ ესე ჰაერიდან არ მოდის, რომ აი კონკრეტულად ერთი რაღაცა. როგორი ქალბატონო მანე, აი როგორი რაღაცა გვაქვს ახლა, აი საზოგადოებამ რომ კარგად გაიგოს. ჩვენ აი დავიწყეთ ახლა და მოუყევთ საუბარმა მოიტანა და რა ხამაგა შევეხეთ. ჩვენა გვაქვს ქვეყანაში ისეთი ცუდი მდგომარეობა. აი თანამიმდევრულად ვეცდები რომ გავყვეთ. ისეთი ცუდი მდგომარეობა გვაქვს, რომ აი ეტაპობრივად გავყვეთ. ანუ ჩვენ საქართველოში რომ მოვიყვანოთ რაღაც პროდუქცია. ვყიდულობთ საზღვარგარეთიდან შემოტანილ თესლს. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან. საზღვარგარეთიდან შემოტანილ თესლს. ვყიდულობთ საზღვარგარეთიდან შემოტანილ საწვავს. აი ორი ფაქტორი. ვყიდულობთ საზღვარგარეთიდან შემოტანილ სასუქებს. ვყიდულობთ საზღვარგარეთიდან შემოტანილ წამლებს, იმ პრეპარატებს, რომელთაც ეს პროდუქცია უნდა მოვიყვანოთ. ამ ყველაფერს რომ მოვიყვანთ, თან მაქსიმალურად ავცდილობთ, რომ იყოს ხარისხიანი, თორე
სულსაც უნებლობამ რომ შეგიმოწმოს შეიძლება მთელი მოსავალი დაგიბრაკოს და ფრთხილად ეკცევი მაგ საქმეს რომ ბოლო-ბოლო შენი ოჯახის წევრებს საჭმევ და პატარებიც არიან და ასაკიანების და მოხუცებიც და ფრთხილობ რა თქმა უნდა რომ კაი პროდუქტი უნდა იყოს დაცული ხარ მაგ მხრივ და ანუ იმნათელი ხარ შენ თორთან მე ამის რეალიზაციას რო იწყებ ვეღარ ყიდი იმიტომ რომ საზღვარგარეთიდან ზუსტად იმ დროს შემოაქვთ უკვე ზუსტად ის პროდუქტი აქ და ამ პროდუქტზე იძახია რომ არის საქართველოში მოყვანილი სინამდვილეში არის გაჯერებული იმხელა ნიტრატებით და იგეთი შხამქიმიკატებით არის ნაწამლი რომ იმ რაღაცას რო ჩაარწმევ სასინჯაპარატს ბიჭო რავი ნორმაზე 10 ჯერ მეტ საჩვენებს კიდე კაცო და იძახია რომ საქართველოში არის მოყვანილი ეს ყველაფერი ჩვენ სახეზე გვაქვს საზღვრიდან გაბრუნებული კარტოფილი რა ვიცი კომბოსტო პომიდორი ბევრი რაღაცა თურქეთ საქართველოს საზღვრიდან უკან გაბრუნებული ანუ ის იყო იგეთი საშინელ მდგომარეობაში რომ აქ შემოტანა ეგ უკვე ნაღდად სიკვდილიანობას გამოიწვევდა მაგრამ იმ დოზით შემოდის რომ ჩვენ მერე ვხდებით და მივდივართ ისე თურქეთში და ევროპულ ქვეყნებში სამკურნალოდ საიდანაც თესლი შევიძინეთ სასუქი შევიძინეთ საიდანაც ასე ვთქვათ საწარმოები შევიძინეთ კი ბატონო ანუ ცირკულაცია ტრიალებს იმ დონეზე შეუმჩნევლად რომ ჩვენ მერე დაავადებული ხალხი უკვე ისევ იქ მივყავართ ამათ ჩვენი ფეხით რომ იქ ვიმკურნალოთ და ახლა მკურნალობაში ვიხადოთ ეს არის აი ეს ერთმანეთზე გადაბმული აი ცოტა ლოგიკა რო ჩავთვალოთ ერთმანეთზე გადაბმული აი არავინ არ ათქვას რომ ეხლა დამთხოვები არ არსებობს ეს არის ჭკვიანი ადამიანების მიერ მოფიქრებული გეგმაღზომიერი პროცესი იმიტოა ბევრი აუტიზმით დაბადებული ბავშვი იმიტოა აი 1000 რაღაცა შემიძლია მივა ბანკონას იმიტომ ლოგიკასთან ახლოს არის და ამის შესაძლებლობის ალბათობა დიდია ერი არის ცუდად კაცო ერი არის ცუდად ყველა უბანში 5-6 აფთიაკია და რიგებია რა ვერ უნდა მიხდეს ეს ხალხი კაცო მეტი როგორ უნდა დაანახო რომ ერი არის დაავამტყოფებული რიგში რო დგეხარ აფთიაკში და გვერდი რო არის აფთიაკები ავერსი ის PSP ის დეპო მეპო და ყველგან 4 ოპერატორი ყავდა ყველგან რო რიგია ბიჭო ერი ცუდად არის კაცო მაგას რა თუნდა კი ბატონო ამას აი შეუერაღებელი და ვიღაცამ რო არ გითხრას შენ თვითონ ხო უნდა მიხვდი ადამიანები ჯერი არის ცუდად და გადავინაცვლოთ 1-40 წლის უკან ყველა რაიონში ერთი აფთიაკი იყო და მიხვიდოდი მარტო ერთი აფთიაკარი გოგოიჩდა ხოლმე და დამხმარე ის ფარმაცევტი და ხო აი 80 წლიანი ვარ მაგალითად 80-იანი ვარ და მე მაგალითად მოვესწარი ხა ჩემ ბავშვობაში სიკვდილი რო ვიღაცის გაგვეგო არ ვიცი ეს იყო რაღაცა ანუ იმდენად მეტი იყო ხინის სუფრა აი პალატკები რო იშლებოდა ეზოებში და რაღაცა იმდენად დიდი იყო ქორწინლიანობა ოჯახების შექმნა იყო თუ რა იყო და ამაში ახლა კომლის გაყრაში ხა სახელმწიფო ხელს უწყობდა მაშინ კაცო რაც იყო მიწას აძლევდა სამოსახლოს და რა ბევრი სამოსახლოს აძლევდა რომ იმან უკვე ახალი ოჯახის შექმნა კომლი გაიყარა გაიყო უბრალოდ და იმას თავისი ბუდე სჭირდება თავისი სახლი კარის აშენება სადაც უნდა დასახლდეს და ის ამის ხელს უწყობდა ამაში ეხლა კიდე ის ფაქტია რომ ხელს შეგიწყობს აგერ ისია დატაცებული მიწები ერთ-ერთი ჩვენი სოფლის ერთი გოგო ძალიან აქტიური იცინის ხოლმე რომ ცოტა ხანშიო მე მგონიო დრონებით უნდა ვაფრინოთო საქონელი რომ რაღაცით გამოვყვებოდო იმიტომ რომ საძოვრებიც კი აითვისა ხალხმა რა და დაურეგისტრირეს საძოვრებიც კი და ამიტომ მაგ იმას ვამბობ ზუსტად რომ დაავადებული რომ არის და სიკვდილიც გადიდებულია თუ გაზრდილია ასე ვთქვათ ხო მაგ ყველაფერი არის ზუსტად მაგ საწამლავი პროდუქციიდან, გარემოებიდან გამომდინარე, წყალი არის და
ქლორი რომ მოუშვებ, არ ვიცი, 1.5 საათი უნდა დადგა რომ დაიწმინდოს, ქლორიანი ისეთი ქლორიანი წყალი მოდის. ნუ რას ვსვავთ და რას ვჭამთ, არ ვიცით და იქ ფაქტორი შენ თქმის არ იყოს, არის ჯაჭვივით აწყობილი, ვიღაცის მიერ დაგეგმილი, მოფიქრებული. ზუსტად იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტად დავჩაჩანაკდეთ, კაცო, აგერ გავნადგურდეთ და მე აგერ უცხოელები უდგანან იქ და ლექსომ წეღან დაწერა რომ რომელი მაზი არისო აგერო კრწანისის ტყეპარკს გვიჩეხავენ საიმისოთ რომ ქალაქი აგვიშენონო და მართალია რა რომ იმიტომ რომ ყველაფერს ანადგურებენ, ყველაფერს ჩეხავენ, რაც ადამიანის ჯამთელ დააბეტონეს აგერ თვითონ თბილისი უკვე ფაქტიურად რა ვიცი, ცოტა ხანში მე მგონი რომ ფეხით გასავლელი ადგილსაც აღარ დატოვებენ, თუ ესე გააგრძელებენ და თუ ეს ხელისუფლება იქნება. იმიტომ რომ აბა მიგრანტებს ამოდენა მიგრანტებს დასახლება ხო უნდათ, კაცობინები ხო უნდათ. აბა ქართველი მაგის ყიდვას ახლა ვინც ვიცით რა წვალების ფასად და რა შრომის ფასად არის თუ ვიღაცა არ ახავს ემიგრაციაში თუ ვიღაცას რაღაცა ქონება არ აქვს რომ გაყიდოს და რაღაცა იყიდოს ან რაღაცა ბიზნესში არ არის ჩაბმული და ან ხელისუფლებაში ისე ვერ ყიდულობს ვერაფერს ხო საქართველოში არსებობით, საქართველოში ცხოვრებით და იმ უბრალო ადამიანებზე მაქვს, აი ჩემნაირ შენაირ ადამიანებზე მაქვს საუბარი, რომ რაღაცა ბინა იყიდო და შეიძინო იმ იმაში, თბილისში. ამიტომ ზუსტად ეგ არის, რომ ტყის გაჩეხვაც თუ ბუნების გაჩეხვაც არა, ერთ-ერთი დამაზიანებელია თუნდაც ჯანმრთელობისთვის. საწამლავი პროდუქტი შემოდის იმ ქვეყნებიდან, შენ თქმის არ იყო, სადაც მერე ისევ ჩვენ იძულებულები ვხდებით ჩვენი დაქცეული ჯანდაცვის სისტემიდან გამომდინარე, რომ ამ ყასბებთან არ მოვხდეთ, იმიტომ რომ არ ვიცით ამ საავადმყოფოებში ჩვენით კი შევართ, მაგრამ იქიდან გამოვართ ცოცხლები, უკვე ესეთი სიტუაცია არის ამ ჯანდაცვის სისტემაში და მეორე ფაქტორი, საფთიაქო ქსელები, წამლები. როგორი წამლები შემოდის, სვავ და ფაქტიურად კი არ ყურნავს, არამედ რაღაცას გიავადებს და ფარსიფიცირებული წამლებით არის გავსებული, უცებ შემოგთავაზებენ, თუნდაც ის საფთიაქო ქსელები კონკრეტულ წამალს რო დაგიწერს დანიშნულებას მოგცემს ექიმი, უიმი არა გვაქვს და აი ეს შემცვლელი გვაქვს, რომ რა მაქსიმალურად გაასაღონ ის ფარსიფიცირებული ნაგავი წამალი, რომელიც შემოდის ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან. და ის ქვეყნები მაგ წამლებს მე დარწმუნებული ვარ დათო რომ თუნდაც აი მაგალითად თურქეთი რო ავიღოთ თავის მოსახლეობას მასი არ სწირავს მომართულია თავის მოსახლეობამ რაც შეიძლება მეტად გაამრავლოს გააჯანსაღოს აგერ ოცნებობს რომ მესხეთიც მაგისი არის ზუსტად ყავდეს ძლიერი ჯარი, ძლიერი მოსახლეობა ბრძოლის უნარიანი, იმიტომ რომ თურქეთი, თუნდაც თურქეთი რო ავიღოთ, საიდანაც ჩვენი საწამლავი მეტწილად შემოგვდის, ხო? თავის მოსახლეობას არც მასეთ პროდუქციას თავაზობს, წამალის სახით იქნება თუ რაც იქნება და მე გავდივართ და კიდევ იმათ ვახარჯებთ ფურს, ისევ იმათ ვახარჯებთ ფურს იმ საწამლავით მიღებული დაზიანებებიდან გამომდინარე, რასაც გვთავაზობენ, ასე ვთქვათ, პოდნოსზე დადებულს ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგი ძვირადღირებული. ჩვენ საქმე გვაქვს, აი ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. ჩვენ საქმე გვაქვს ნენელა მიზან მიმართულ გენოციდთან. აბსოლუტურად. კი, დავით, ეს არის კარგად შეიძლება ეს ჩემი ნათქვამი ცოტა ისე ჟღერდეს ძალიან აჟიტირებულად, ან რაღაცა ხმამაღალი და ხმაურს გამომწვევად, მაგრამ თითოეული მოქმედება დღევანდელი ქართველ ერზე, თითოეული კანონები, რაც მიღებულია და თითოეული ეს პროცესები, რაც მოხეულია ქართველ ერს თავზე, ყველა არის მომაკოდინებელი გრძელვადიანად. ანუ არ ამ ქვეყნიდან უნდა გაიქცე, ან ამ ქვეყანაში პრობლემები უნდა გქონდეს შენ ჯანმრთელობისა და უძულური იყო მომავალი თაობა უნდა გყავდეს გარკვეულწილად დაავადებული და რამოდენიმე 10 წლების შემდეგ ისინიც ამ ნარკომანიას თავი დავანებოთ რომ გამრავლების უნარი დაკარგა ხალხმა აი ყველაფერი ერთმანეთზე გადავაბათ ყველაფერი რომ ეს პატარ-პატარა ყველა კუთხიდან არის შეტევა
ჩვენ უბრალოდ ამას ვერ ვაანალიზებთ. იცი როგორ არის და თო ვიღაცამ სათავეში ძალიან კარგად დაგეგმა სათავეში ამაზე მუშაობენ მეცნიერ მუშაკები მუშაობენ კი სპეციალური მუშაკები სპეციალისტები მუშაობენ მაგაზე როგორ გაგვანადგურონ ძალიან კარგად დაგეგმეს ეგ ყველაფერი ასე ვთქვათ როგორც ჯაჭვის რგოლი ასე აწყეს თითოეული რგოლი რაღაცის დამაკავშირებელი არის საბოლოო ჩვენი გენოციდისთვის ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად სწორად გეთახმები რომ მიზან მიმართული გენოციდი არის ჩვენი ერის რა ვიცი ხა სხვა რა ხდება მაგრამ მე ჩემ ქვეყანაზე ვლაპარაკო მე ჩემი ქვეყანა მაინტერესებს ჩემი ერი მაინტერესებს ახლა იქ სხვა რა ხდება იმ სხვებმა იკითხონ ახლა მე ნამდვილად კი ჩვენ სახეზე იმიტომ რომ ჩვენ სიკვდილიანობა ჭარბობს შობადობას ფაქტი არის ეგ სახეზე და ამ შობადობაში კიდე ერთხელ მინდა დავაფიქსირო ეს ამ შობადობაში აქ არ არის მარტო დაბადებული ბავშვები ქართველეროვანული აქ არის დაბადებული სუროგაციის სახით დაბადებული რომლებიც უცხო ქვეყნებში გაყავთ ანუ პიტომნიკი რო თქვა ფაბრიკაში დაბადებულები რომლებიც აღრიცხვაზე დგანანდათ საქართველოში დაბადებულებში ითვლებიან არიან ეთნიკურად უმცირესობა ერების შვილები ამ დაბადებულებში ითვლებიან და ჩვენ აქ ჩება განახეურებული კი არა მე-13 ქართველი ეთნიკურად ქართველი ერის დაბადების რიცხოვნობა ანუ ჩვენ თუ ამ წელიწადში 5000 ადამიანით იყო სიკვდილიანობა გადაცდენილი შობადობას ფაქტიურად რო ავიღოთ ქართველი ეთნოსის დაბადებას ფიქრობ რომ სამჯერ მეტად არის გადაცდენილი სიკვდილიანობა კი და ეს არის მე იმიტომ ვიძახი რომ ერის ყდომაა დაწყობილი ერის როგორც ეთნოსის ისე ამ ერის ქართველი ერის ყდომაა დაწყობილი ქვეყნისთვის ყველაზე ძვირფასი ყველაზე მაგარი ინვესტიცია ადამიანი ანუ ჩვენ საქართველოსთვის ყველაზე აი თუ რამე არსებობს საქართველოსთვის უნდა იყოს ქართველი ბევრი თავისთავად საქართველოს თუ ქვია საქართველო ლოგიკურად ქართველი უნდა ცხოვრობდეს ბევრი ხო როდესაც ქართველი ცხოვრობს ცოტა საქართველო კი არა კაცო რავი გინდა აშხაბადი დაარქვი ეს უკვე ის აღარ არის ნუ კი ბატონო ორნი დავუჩეთ ქართველები კი ვიქართველებთ მაგრამ შენ აღარავინ აღარ ახარ იმ 10-ისთვის და მაგის საშუალება გვიდევს წვირწინ ახლა და ფაქტი სახეზეა კაცო 300,000 მიგრანტი უკვე შემოსულია და ცხოვრობს აქ ეგ რაც ვიცით ოფიციალური მონაცემებით და რაც არ ვიცით და რამდენად სწორი არის ეგ მონაცემები მე მგონია რომ ორჯერ მეტი არის ეგ მონაცემები მე ესე მგონია იმიტომ რომ ფაქტია სახეზე გვაქვს ისეთი მოცემულობა რომ უკვე თბილისში მაგალითად ვეღარ ეტევიან ფაქტიურად უკვე და აგერ სოფლებში დაძრწიან და სოფლების მიწებს ყიდულობენ და დაეძებენ საცხოვრებელ ადგილებს რომ დასახლდნენ ეგენი ოჯახებით შემოდიან და მთელი დედაბუდიანად შემოდიან რო იტყვიან ხოლმე საქართველოში და ფაქტი მოცემულობა ისა გვაქვს რომ როცა თბილისში ჩადიხარ ამ სიტუაციაში ხა ჯერჯერობით ყველაზე კატასტროფა არის თბილისი არის ასევე ბათუმი ცუდ მდგომარეობაში მაგ კუთხით რაც ჩანს უფრო მეტად აი რაც ხილვადობით მეტად ჩანს რომ ფაქტიურად ქართველი ძალიან მცირე არის სადმე რომ გაივლი არა ქართველზე მე აი მეტროში რო ჩახვიდე ხო ქართველზე მეტი უცხოელი არის ავტობუსში ახვალ ქართველზე მეტი უცხოელია გაჩერებაზე დადგები ქართველზე მეტი უცხოელი ელოდება იმ ტრანსპორტს სადაც არ უნდა გაიარო მარკეტია თუ რაც არ დიდი სავაჭრო ქსელები ხო რა ვიცი ახლა თუ გაჭირვებული ქვეყნებიდან შემოდიან იმ სავაჭრო ქსელებში დიდ სავაჭრო ქსელებში როგორ გადადიან მე არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში რო გადახედავ იქ მოცემულობას ხოლმე არა დაინახავ რომ ქართველი არის ძალიან მცირე ისინი უფრო მეტნი არიან კი ბატონო ხო აი გული მისკდება ხოლმე რომ ხედავ იმიტომ რომ ეგ ხო არის ჯერჯერობით შეუჩერებელი პროცესი იმიტომ რომ შემოდიან და შემოდიან არ არის გამკაცრებული ხო ჯერ
და თუ ჩვენ მაგის წინააღმდეგი არ დავდექით არა ეს ყველაფერი იქნება ისე რომ შენ თქმის არ იყოს ერქვა საქართველო თუ კი საქართველოში ქართველი მართლაც ხელისაძებარი და სანთლისაძებარი გახდება და მართლა რომ ჩვენ კი შენ თქმის არ იყოს ვიბრძვით მაგრამ დღეს არის ყველა საბრძოლი მარტო ჩემი და შენი და ერთეულების კი არა დავით ეს არის ყველა საბრძოლი დღეს რომ ზუსტად ხვალ არ დაგვიდგეს ის მომენტი უახლოეს მომავალში რაც ძალიან ახლოს არის არ დაგვიდგეს ის პროცესი რომ მართლა სანთლით დაუწყოთ ძებნა და მართლა ისი არ მოხდეს რომ მე ვინც დავრჩებით თუ დარჩებიან ჩვენ თუ აღარ ვიქნებით ღმერთმა დაგვიფაროს ის იმათმა ისენიც აი თუ გამრავლება არ ექნა ერს და საქართველოში ქართველი არ ექნა ხო უმცირესობაში როცა იქნები და ასეთი ისინი რომელ ბრძოლაზე იქნება საუბარი და რომელ ტერიტორიის დაბრუნებაზე იქნება საუბარი რომ მე ესენი ალაგ მოაქედან და ან გაყარო ან რამე გააკეთოთ უნდაც ის უკვე შეუძლებელი იქნება და იმდენად უსუსური იქნება ქართველი ერი და დაკნინებული ეხლავე ვართ დათო იმიტომ რომ ვინც შრომის უნარიანი არის ფაქტიურად საზღვარგარეთ არის წასული რაღა დავრჩით შრომის უნარიანი ადამიანი ვინც არიან აი მებრძოლი ადამიანების ვამბობ მე რა ჯარია და რა მდგომარეობაში გვაქვს კარგად ვიცი და თუ ადამიანური ქართული ადამიანური რესურსი არ გვექნა, რა თქმა უნდა, ის ჯარიც მაგათი იქნება, ის ყველაფერი მაგათი იქნება და რო იტყვიან კონტროლი ექნებათ ყველაფერზე და ერთი და ორი ქართველი მერე ვეღარ გახდება ვერაფერს და ამიტომ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მივმართავ ქართველებს, სულით ხორცით ქართველებს, რომ უნდა გამოფხიზრდნენ, უნდა ამოიღონ ხმა ყველამ, უნდა იბრძოლონ რომ გადავარჩინოთ ეს ჩვენი პატარა საქართველო, საქართველოში უნდა ცხოვრობდეს ქართველი, ღმერთმა გაუმაჯროს ეთნიკურ უმცირესობაში ვინც არიან იმათ, ვინც საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ, მაგრამ ეს ამდენი მიგრაცია უნდა შეწყდეს, ასეთი უკონტროლო მიგრაცია უნდა აიკრძალოს და უნდა გამკაცრდეს მათზე სამუდამო კუთვნილებით ნებისმიერი სახის ქონების გადაცემა, რაც არის ჩვენი, ნებისმიერი სახის, არა აქვს მნიშვნელობა ეს კორპუსის ბინა იქნება, არა აქვს მნიშვნელობა ეს 1 კვადრატი მიწა იქნება, თუ 1 გოჯი მიწა იქნება, იმიტომ რომ აღარ დავრჩებით ფაქტიურად მომავალში და ჩვენი შვილებიც აღმოჩნდებიან და შვილიშვილებიც ძალიან იმდენად უმცირესობაში, რომ ეხლა ხო საერთოდ არ არსებობს ჯარი, რა გვაქვს, რამდენია ჯარში არ ვიცი, მაგრამ მომავალში მერე იქნებიან იმ ჯარშიც ის უცხოელები და ფაქტიურად დაიკარგება საქართველო, რო იტყვიან, საქართველო შეიძლება ერქვა საქართველო, მაგრამ შიგ მცხოვრები ქართველი აღარ იყოს. ბატონო, ეგრეა, ერთ დავამატებ თურქეთზე რაღაც ყურადღება გავამახვილեցავით და თურქეთში არსებულმა მეჯლისის წარმომადგენელმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც უпростоრად 1/3 წარმოადგენენ მეჯლისისას, განაცხადეს, რომ შემდეგი სახის განცხადება. დროა აფხაზური პასპორტები ვცნოთ ლეგალურად და მიმოსვლა გქონდეს აფხაზებთან. ეხლა მე გეტყვით თურქეთი რა მოწყობის ქვეყანაა. თურქეთს მართავს ერდოღანი, საკმაოდ ავტორიტარული მეთოდებით. ერდოღანთან შეთანხმების გარეშე მერწმუნეთ მეგობრებო, ვერავინ გაბედავდა პარლამენტში მაგნაირი საკითხის წამოჭრას. მით უმეტეს ოპოზიციური პარტიები. ყოველ შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენებდნენ მართველ პარტიას. ეს არის როგორი სახის თავხედური პოლიტიკური ჟესტი, იცით? აი მეტი აღარ არსებობს, მეტი პოლიტიკური მორიდება, პოლიტიკური გათვალისწინება მეზობლური, ჩვენ ხო მოძმეერად ყავს დასახული თურქეთი, ახლა არ ვიცი მე
ვისთვის მოძმეა და ვისთვის მომტრე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჩოქბჯენ პოლიტიკურ მიმართებაში ვართ თურქებთან, ყველანაირად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და ყველანაირად. განსაკუთრებით აჭარის დღევანდელი მდგომარეობა მაგას კარგად გამოსახავს. და აი ეგრეთ განცხადებებს რომ გიკეთებს ეს ნომერ პირველი მოძმეერი, წყალებში მოძმეერი და მეზობელი ლიბერალისტის კი ბატონო და ჩვენი ხელისუფლების მაგნაირ განცხადებას რომ გიკეთებს და ამ დროს შენი სახელმწიფოს და ოპოზიციური სპექტრი საერთოდ დუმს. ეს პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი რომ დუმს. აი უკრაინის გამო რომ ომში შერბოდნენ აქ და თურქეთმა რომ აფხაზეთის თურქმა ოპოზიციონერმა რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა მოთხოვეს თურქეთს რომ აღიარებოდა მაქაური პასპორტები დაუშვიო. ეს რა დონის მიყრუება არის და რა დონის იგნორია, იცით ხალხო? ესეთი რაღაცები არ უნდა გატარდეს ნორმალურ სახელმწიფოში, მაგრამ როგორც დასავლეთს აქვს თავისი გავლენები აქ პოლიტიკურ სპექტრში, არანაკლები აქვს მერწმუნეთ თურქეთს და აზერბაიჯანს. მე აქ ქვეყანათა შორის შუღზე კი არ ვამბობ. მე უბრალოდ ხას უსვავ შემდეგ რამეს თუ რა დონის მოწყვლადი მთავრობა ყავს და რა დონის მოწყვლადი პოლიტიკური ელიტა, რომ ყველას უწევიან ფეხქვეში. აბსოლუტურად ყველას, ვინც ფულს გადაუხდის. აი როგორ გითხრათ, რამზან კადიროვმა რო გადაუხადოს ფული რომელიღაც აქაურ პოლიტიკურ პარტიას ფულს გადაგიხდი და შენ ჩემი სახელი მან ლობირება გაუწიე, ხო? მერწმუნეთ მოვა ეგეთი პოლიტიკური პარტიებიც იარსებენ. და ხშირ შემთხვევაში უყურეთ ქრონოლოგიურად ვიმსჯელოთ. ერდოღანი მესხეთს ლექსებს უძღვრის. ეს ისინი რო იყვნენ ჩასულები ჩვენი დელეგაციის წევრების ყაველაშვილის დიდგორობას რო ათათურქის საფლავს ემთხვია ლამის იქ რომ დაუსვეს საკითხი თურქმესხებზე რო დაუსვეს საკითხი გახსოვთ? შარში. ელს ახლა 1/3 მეჯლისისა, 1/3 შემადგენლობა აფხაზურ პასპორტების აღიარებას ითხოვს. შემდეგ წელს რა დაზღვეულები ვართ რომ იგივე მეჯლისმა არ მოითხოვოს აჭარის ავტონომიურ ოლქზე რაღაცების გადახედვა. რა დაზღვეულები ვართ? თუ აფხაზეთის თulis თურქეთის სახელმწიფო ჩვენს განუყოფელ ნაწილად და იქ აქვს უკვე იქაურ ოპოზიციურ ძალებს პრეტენზიები რომ აფხაზეთი უკვე ცალკე ჩაითვალოს და ცალკე პასპორტები იმუშავებს. აჭარაზე რატო არ იტყვიან მაგას? მით უმეტეს რამდენი თურქი ორმაგი მოქალაქე ყავს აჭარაში? მაგათ რა ფაქტიურად გიორგი აჭარა მიაქვს თურქებს უკვე რა ფაქტიურად იმდენად არიან შემოსულები აი რომ ლიბერალები იტყვიან მანდ რუსებიც არიანო ბიჭო რავი რა გიხარია შეუბედურო მე რა გიხარია რუსია და თურქია და ქართველი აღარ არის რა გიხარია ხო თუნდაც მაგითი რო ამბობენ ხოლმე მაგას რო ამბობენ ხოლმე რომ რუსებიც არიან და ისეც არიან მე რა სიტყვაზე ჩვენ მაგითი რა ნიშანს გვიგებენ თუ რაღაცა ჩვენ ზოგადად ვიბრძვით და ვებრძვით მიგრაცია რაც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე რაც არის და ამას მნიშვნელობას არ ვაძლევთ რუსეთის მოქალაქე იქნება თურქეთის მოქალაქე იქნება არაბი იქნება თუ ვინც კიდე იყოს რა მნიშვნელობა აქვს მაგას ჩვენ ყველაზე ერთნაირად ვლაპარაკობთ აი თქვენ ხო რუსეთს ემხრობით ჩვენ რუსეთს კი არ ვემხრობით არანაირად არ ვემხრობით ჩვენ რუსეთს ჩვენ ვიცით და გააზრებული გვაქვს რომ რუსეთი ჩვენი მტერი არის არ არის მოყარე და მეგობარი და არც არავინ წეღანაც ვთქვი თავშივე რომ ჩვენ არავინ არ ყავს გარშემო მაგრამ ფაქტის წინაშე ვდგებით რომ ერთია რომ აღარ გვინდა ომი აღარ გვინდა სისხლისღვრა და აღარ გვინდა რაღაცა კიდევ მეტად დავკარგოთ ის ტერიტორიები და მეტად წავაღებინოთ ტერიტორიები თორე ვიცით რომ საბაზრო კუთხით ძალიან ახლოს არის რუსეთი უფრო ჩვენთან და
კარგათაც ვიყავით, როცა გახსნილი იყო, ყოველ შემთხვევაში შრომა ფასდებოდა და რაღაცა, მაგრამ კარგსა და ცუცსა თუ ცუცსა და უარეს შორის გაკეთების ანალიზიც უნდა ქონდეს ადამიანს, ხო? რა ვიცი, ეხლა სადაც არ უნდა იყოს, ჩემთვის მიუღებელია რუსი იქნება, თურქი იქნება თუ არაბი იქნება, ჩემთვის მაგალითად მიუღებელი არის თუ ჩემი ქართველი არ იქნება იქ. უმრავლესობაში თუ ჩემი ქართველი არ იქნება, ჩემთვის ყველა ერი არის მიუღებელი დანარჩენი, კაცო. აი ეხლა ერთ იმას ვიტყვი მე და მოდი ერთ ვარიანტს გავყვეთ ეხლა ლოგიკურად. ამ ვარიანტს არსებობის უფლება აქვს, იმიტომ რომ ადამიანები ვარ და გვაქვს ჩვენი ხედვები, ხო? ერთ-ერთ ხედვას ვიტყვი მე. ეხლა ჩვენ რო ვიძახით, რომ არაბების პრობლემა აქვს ქვეყანაში. და ადამიანები არ იღებენ ხმას და იძახიან, რუსები უფრო პრობლემას წარმოადგენენ. თქვენ რუსებზე არ ალაპარაკობთ, თქვენ რუსებზე არ ალაპარაკობთ. ხო, ბოდიში დავით ჩაგეჭრები მანდი, მაშინ არ დაივიწყო შენი სიტყვა, რომ ამბობენ ასეთნაირად, გაიგერო, თქვენ მხოლოდ არაბებზე აკეთებთ აქცენტირებას, სხვა ერი არ არის პრობლემა და ჩვენ ვამბობთ, რომ არაბებს კი ვამბობთ, იმიტომ ისინი აშენებენ ამ წუთას იმ კრწანისის ტყეპარკი არის თუ გონიოში დიდი ქალაქები, მათგან იგეგმება რომ აშენდეს, მაგრამ ზოგადად ვგულისხმობთ ყველა უცხო ტომერს ჩვენს ქვეყანაში. დიახ, რა თქმა უნდა. ანუ, ეხლა ამ ვარიანტს გავყვეთ და მოდი ეხლა ეს საზოგადოებამ კომენტარებშიაც დაწეროს თუ არ აქვს ამ ვარიანტს არსებობის უფლება. ბევრი ვარიანტებია, ჩვენ ამაზე მსჯელობთ, ვფიქრობთ, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივად უდგებით ყველაფერს და რა თქმა უნდა, ეხლა ვარიანტებსაც განვიხილავთ და ერთ-ერთ ვარიანტს მოვიყვან, რომ მარტივად გაიგოს საზოგადოებამ, ძალიან მარტივი ვარიანტია, ძალიან სიღრმისეულ იმეებში არ წავალ რა, ეხლა შედეგობრივებზე და რაღაცეებზე. როდესაც ჩვენ ვიძახით, რომ არაბები წარმოადგენენ პრობლემას, ამის საფუძველი გვაქვს. და ადამიანები რომ გამოდიან და იძახიან, რომ აი თქვენ რუსებზე არ აკეთებთ აქცენტს, არ აკეთებთ სხვა ერებზე აქცენტს, მოდი ესე მივუდგეთ. თქვენ ვინც ამ არაბებზე არ აკეთებთ აქცენტს, თქვენ წინაპირობას უდებთ ესეთ რაღაცას და ვარიანტს აქვს არსებობის უფლება. თქვენ როდესაც არ აქტიურობთ ამ არაბების თემაზე და ეს არაბების თემა რომ მოძლიერდეს, დაშვების დონეზე დავუშვათ. ჯერ ეგ არ მოხდება, მაგრამ დავუშვათ. ამ არაბებმა ააშენეს ქალაქები და მოყვა ისეთი პროცესები, როგორიც არის ევროპაში. აი მაგალითად, როგორც ინგლისში იყო 200,000 ინგლისელი გოგონა რო გააუპატიურეს. საქართველოში ანალოგიური პროცესები დაიწყოს და ხარ უძლური. მაგ დროს თქვენ რომლებიც ლაპარაკობთ რომ კი თემო როგორ ახლა ხო მაგ დროს რომლებიც თქვენ ლაპარაკობთ რომ აქ არაბები არ არის პრიორიტეტი და რუსებზე უნდა გქონდეთ აქცენტი იცი ის კეთება მოგიწევთ მერე დაიწყებთ იცი ის ლაპარაკს მერე დაიწყებთ რომ მუხლის ჩოქებით მიუწუწკდეთ რუსებსო მოძმეერიაო სარწმუნოებითო ეგენი თუ გადაგვარჩენინო ანუ რა ხდება თქვენ ახლა რო არ აქტიურობთ და დაშვების დონეზე დაუშვათ ეს ყველაფერი მოხდეს იმ დონემდე მივალთ და ისტორია გვეუბნება ამას რომ შეიძლება მივიდეთ რომ რუსებთან სამათხოვრო გაგვიხდეს საქმე რომ მოდი ისევ შემოგით და მოგვეხმარეთ გადაგვარჩინეთ ერი ანუ რა გამოდის ეხლა თუ არ ვიაქტიურეთ მაგ ვარიანტს აქვს მეთქი უფლება ამის რომ დაუშვოთ ერთი ვარიანტს ამას ვიწყებთ სამათხოვროთ ისევ თქვენაირი კატეგორია დაიწყებს იმიტომ რომ მებრძოლები არ ახართ ისევ მათხოვრებად მიადგებით რუსებს და შემოიყვათ თქვენი საქციელებით რუსს რომელსაც ჩვენ გაურბივართ ამიტომ ვებმევით პირველივე ბრძოლაში არაბების წინააღმდეგ რომ ეგ პროცესები არ მოხდეს აი ერთ მარტივ მაგალითს გეუბნებით ჯერ მარტო ამ კუთხივ და მე ეგ სხვადასხვა რეებზე გვაქვს ჩვენ ნამსჯელი და ნაფიქრი ეგ სხვა არის კიდე მაგებზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი ბევრი ვერაფერს ვერ გაიგებთ მართლა გეუბნებით ვერაფერს ვერ გაიგებთ თუ სახელმწიფოებრივი ხედვა არ აქვს
ვერ ჩაწუდებით აბსოლუტურად იმ ახის კაც ახალქალაქში რეები ხდება იმას ვერ ჩაწუდებით კიდე რეები ხდება ჭაღან გიორგი ლაპარაკობდა ერდოღანის თემაზე აფხაზეთის თემაზე ის რაღაცები ახლა აჟიოტაჟი რო გამოიწვია რომ აფხაზეთში რაღაც საწვავი შეგვაქვს ქართულ მხარეს ეგ რა ხდება მანდ და ვიღაცები რო იძახით რომ დაიბომბოსო და დრონები დაარტყასნეთ უკრაინამო ამ ქაოსებს და რაღაცებს მოეშვით ჩვენა გვაქვს სახელმწიფოებრივი პრობლემა არაბების სახით ახლა გამიგე ამიტომ გეძებთ უყველას რომ ამ პრობლემის მოგვარებაში ახლა დაგვეხმარეთ თორე ამას მოყვა სხვა პროცესები რომლის გაკონტროლება უფრო მეტად გაგვიჭირდება და თუ ახლა არ დაუღარეთ ჩვენ ოფლი ამაში ამის კეთებაში თქვენი შვილები და შვილიშვილები დაუღრიან სიისხლს აი ეს არის მოცემულობა მეტი როგორ აღიხსნათ კაცო კი ასეთი მიდგომით ბოდიში ისა ბარემ დავასრულო ეხლა აქ თემო არ არის შემოსული თემო ბოკელავაძე მეგობრებო ეს ის ბიჭია რომელმაც წანისის პარკში აღმოაჩინა წლებია კაი ურთიერთობა მაქვს მეგობრობ მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სხვადასხვა ხო მე თემოს აქციებს მივესალმები იმიტომ რომ შვენივრად გაართვა თავი მაგ ყველაფერს და ვიცი რომ გააგრძელებს ამ ბრძოლას და ჩვეულებრივად რა თქმა უნდა ყველა საბრძოლოა ხო აი ახლა აქ დამიწერა ესეთი კომენტარი თქვენ ხო კანონი შეიტანეთ კაცო იქ მარტო არაბებზე კი არა ყველაზე იყო კი ბატონო აბსოლუტურად ყველა ერის წარმომადგენელზე გვაქვს ჩვენ აკრძალვა მოთხოვნილი რომ ბინადრობის უფლება არ უნდა იყიდებოდეს სხვა ერის წარმომადგენლებზე ეს არის 2x2 ვისაც გაინტერესებთ და ეხლა დაგაინტერესათ კარდაკარო დავდიოდი და 56000 ადამიანის ხელმოწერა რო ავაგროვეთ და სოციალურ ქსელში რო გეხვეწებოდით რომ მოდით მოგვეხმარეთ ამ ყველაფრის კეთებაში მაგ კანონ პროექტში ჩახედულები იქნებოდით გამიგეთ აი ეხლა იცი როგორ რაღაცა ეხლა უშუალოდ საშუალების წინაშე რომ აღმოჩნდით ეხლა კითხულობთ რომ ვიღაცამ ფორმულაზე რაღაცა ჯგუფი გამოვიდა და ხელმოწერების აგროვება დაიწყო და ოვაციებში ხართ კაცო რავი შარშან დავიწყეთ და სამჯერ დაგვიბლოთ ეს იცი თქვენა შარშან დავიწყეთ და სამჯერ ხელახლა გავაკეთებინეს მესამე ძლივს მიიღო პარლამენტმა რომ გვიბლოკავდნენ იცით რა ხელა პროცესები გავიარეთ ჩვენ იცით რომ კარდაკარ დავდიოთ და მეტროებთან ვიდექით რომ ხალხს უხსნით თითოეულ ადამიანს უნდა ელაპარაკო და 56 ადამიანის ხელმოწერა მოვაგროვეთ 25000 მაგივრად ეგ კანონ პროექტი შეტანილი გვაქვს და სექტემბერში უნდა მოხდეს მაგის განხილვა და სექტემბერში იმიტომაც არის აქცია რომ მივაწვეთ და გავიტანოთ ეგ იურიდიულად ისე კი არა რომ რაღაც ღობეები ვამტრიოთ და ვიღაც პოლიციელები დავწვათ და რაღაცები ვაკეთოთ ჩვენ ცივილიზებული ადამიანები ვართ კაცო ჩვენი ქვეყანა გვიყვარს მე ჩემ ქვეყანაში ერთ კედელს არ დავანგრევ კაცო უნდა ვაშენო მე ჩემი ქვეყანა და უნდა გავალამაზო კი არა დავასახიჩო გაიგეთ მაგით განსხვავდებით ჩვენ სხვადასხვა დაჯგუფებების ჩვენ წილს ვიბრძვით ვინც ვართ ზუსტად კონსერვატორების სახით თუ ქართველები ვინც ვართ აგერ დარჩენილები კიდე ვისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანია და ჩვენი ერის არწმუნოება მნიშვნელოვანია ზუსტად იმისთვის ვიბრძვით კი არ დავანგრიოთ არამედ ჩვენი წილი აგური დავდოთ და ამ დიდ ბრძოლაში ვეძახით თითოეულ ქართველს ვინც სკეპტიკურად არის გაწყობილი რომ თუნდაც აი აქცია რა და მე რა შეცვლი არა ჩემო კარგებო აქცია და ერთად დგომა და ხალხის მასის ასე ვთქვათ ბოდიში ჟარგონს ვიხმარ ცუდად გამომდის ახლა შეიძლება არც მეპატიება მიწოლა ხელისუფლებაზე რასაც ქვია კატეგორიული მიწოლა ერთობლივი ბრძოლა ერთად დგომა არის დიდი შედეგის მომტანი და რაც შენ თქვი აგერ რომ ფორმულაზე რაღაცო და თემურიმაც დაწერა აგერ აქ რომ 12-ში რო აქცია დაანონსესო ხალხნო მაგას არ აყვეთ მოგმართავთ ქართველ ერს ნუ აყვებით მაგ იმას ეგ არის სპეციალურად მოფიქრებული უშიშროების მიერ და მე ამის წინ კომენტარშიც დავწერე თქვენს ერთ-ერთ სტრიმზე და თუ ამ სტრიმზე რომ ეხლა ყველანაირად ეცდებიან რომ ხალხი დააბნიონ საზოგადოება დახლიჩონ სუსი მუშაობს მაგაზე უშიშროების სამსახურია თუ საშიშროებისა უკვე რო ვეღარ ვიგებთ ჩვენი ერის და ქვეყნის
მუშაობს მაგ თემაზე და ყველანაირად ეცდებიან საიმისოდ, ყველას და ყველაფერს, ვისი ყიდვა შეიძლება, ვისი ამოქოქვა შეიძლება, როგორც შეიძლება, რომ ის აქციები იქნება ვიღაცებს დაანონსებინონ და ჩაატარებინონ. მე 7-იც მახსოვს, რომ დავაანონსეთ 7 დეკემბერს პატრიოტთა ალიანსმა ცოტა წინა იმ დღეებში რომ დაანონსა და გაიყვანა ხალხი, ვითომ რომ გაიყვანა რამდენი პატრიოტთა ალიანსმა არა, კაცო, იქ აი მაგალითად სართული კიდე ვიღაცები იყვნენ მეტროს წინ რო ჩაატარეს და რაღაცეებს აკეთებდნენ. სხვადასხვა ეგ პროცესია, ჩვეულებრივია, ჩვენ 20 სექტემბრამდე ქალბატონო მარინე. მანამდე კიდე ვნახავთ მასეთ რაღაცებს. კი, ძალიან ბევრ რამის მხილველები გავხდებით, შეიძლება არ გამოურიცხავოთ თვითონ ჩვენთაგანზე, ვინც ვიქნებით ძალიან აქტივი, ასე ვთქვათ, ზეწოლაც წამოვიდეს რაღაც კუთხით ის წამოვიდეს, მაგრამ მაინც ჩვენ გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ ბოლომდე, თუნდაც სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს, იმიტომ რომ ჯობია დღეს ჩვენ შევეწიროთ ამ ყველაფერს და ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა მშვიდად იცხოვრონ ჩვენ ქვეყანაში. ჯობია რომ დღეს ჩვენი საბრძოლველი რაც არის, ის გავაკეთოთ ჩვენი მოვალეობა, იმიტომ რომ ჩვენმა წინაპრებმა რაც გააკეთეს, ეხლა ჩვენი ვალი და ვალდებურებაა. ჩვენ ვართ იმ ასაკში, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ასევე ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი ჩვენი მომავალი თაობის, რომ მათაც როცა საჭირო იქნება და როცა საჭიროება მოითხოვს, თავის ქვეყნის დასაცავად დადგნენ, იბრძოლონ, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით 100 წლის მერე, იბრძოლონ და თავიანთი გასაკეთებელი თუ სიკეთის ქვა თავის ქვეყნის საკეთილდღეოდ, თავისი შვილების და იმათი შვილების მომავლის საკეთილდღეოდ დადონ და თვითონაც იყვნენ მერე მისაბაძი მაგალითები იმ შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ასე რომ ეხლა ყველანაირად ეცდებიან და ამუშავდება, რა თქმა უნდა და ეს სუსია უშიშროება თუ რაც არის ეხლა როგორც არის და იქ ყველაფერი უკვე ჩვენ ვიცით, გავლილი გვაქვს, ამიტომ ჩვენ არა გვაქვს ეხლა მართლა დათოს თქმისა არ იყოს, ჯერ მარტო ხელმოწერების პროცესში იმდენ პრობლემას წააწყდები, იმდენაირ ადამიანს შეხვდები და იმდენ რაღაცას გადაეყრები, რომ შეიძლება არ ვიცი, რამხელა ენერგია სჭირდება მაგას და რამდენჯერ მოვაგროვეთ მართლა ეს ხელმოწერები და რამხელა რესურსი სჭირდება, თუნდაც შენი ფსიქოლოგიური, რომ თითოეულ ადამიანთან მიხვიდე, ელაპარაკო, მერე ისეთი ადამიანი დაინახო, რამხელა ფსიქოლოგიურ დარტყმას ვიღებ ხოლმე, იცი დათო, ისეთ მომენტში, რომ 2 მეტრიანი კაცი რო დაგიდგება და ხელის კანკალით რომ არის და აქეთ-იქით რო იყურება და პირადობას ვერ გაწერინებს, შიში რო აქვს, რომ ვაიმე სოციალი არ მომიხსნას და ვინმე არ დაინახოს და რაღაცა. ხელის მოწერისაც რო ეშინია ისეთ ადამიანს, რომელ იმაზე ხარ შენ პასუხისმგებელი, რომელ ქართველობაზე გაქვს საერთოდ ამბიცია მასეთ ადამიანს, შენ რომ რაღაცა მოხდეს და აქ ღმერთმა არქნას და საბრძოლველი გახდეს, მასეთი ადამიანი გამოვა და დადგება და იარაღს აიღებს. ისევ ჩვენაირების საბრძოლველი იქნება და ისევ ჩვენაირების ის იქნება. ამიტომ მივმართავ საზოგადოებას, ნუ დაიბნევით ხალხო, ნუ აყვებით ამ უშიშროების მიერ კარგად დადგმულ და კარგად ნაცად, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცად ხერხებს. მოუძველდათ მეთოდები, მე თუ მკითხავ, სტრატეგიული მეთოდები მოუძველდათ უკვე უშიშროების წარმომადგენლებს და სჯობია სხვა მეთოდებს მიმართონ, იმიტომ რომ ეგ უკვე ჩვენთვის ცნობილია და ვიცით, რასაც ეცდებიან, როგორ გამარგინალებასაც ეცდებიან 20 სექტემბრის აქციას, ამიტომ თქვენი ნება, ეხლა თუნდაც იმ 12-შიც გადით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველაზე დიდი აქცია, ყველაზე პირველებმა ჩვენ დავაანონსეთ 20 სექტემბერი და გამობრძანდით და ჩვენთან დადექით თვითონ იმ 12 სექტემბერსაც, ვინც დაანონსა ეგ აქცია, მოვუწოდებ თუნდაც მათ, თუ მასე შესტკივათ გული საქართველოზე, თუ არ არიან არავისგან მართულები, თუ არ არიან არავისგან მართულები და არავის მითითებებს არ ასრულებენ, აგერ დაანონსებული გვაქვს კონსერვატორების საქართველოსთვის, რახანია უკვე, მაგისთვის მუშაობთ, მაგისთვის ვიბრძვით უკვე, 20 სექტემბერს დიდი აქცია და გელოდებით ყველას, შემოგვიერთდით იმ აქციაზე, თქვენგან სწორი ნაბიჯი,
თქვენგან სწორი მოქმედება, სწორედ ეგ იქნება, რომ იმ 20 სექტემბრის აქციის გამარგინალებას წინა აქციით კი არ შეეცდებით, არამედ იმ დიდ 20 სექტემბრის აქციას თქვენ შემოუერთდებით და ასევე მოუწოდებთ თქვენ საახლობლოს. აი მანდიდან გამოჩნდება თუ ვისი მართულები ხართ რეალურად, ან ვის დავალებას ასრულებთ. ან ყველაზე პირველი თუ რანაირად და როგორ შეგტკივათ უკონტროლო მიგრაცია არის ჩვენ ქვეყანაში თუ ეს არაბული ქალაქების მშენებლობა, რაც იგეგმება, მაგაზე გული. აი აქედან გამოჩნდება და პატრიოტობანას თამაში ბევრ შეუძლია, მაგრამ სულით ხორცით პატრიოტი რომ იყო ადამიანი, ეგეთი უნდა დაიბადო და ვნახოთ ახლა რამდენი პატრიოტი ადამიანები ვართ, რომ აი ამბიცია რომ აქვთ, რომ მე პატრიოტი ვარ ჩემი ქვეყნის, ეგ გამოჩნდება იმ 20 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე, რაც დაანონსეს კონსერვატორების საქართველოსთვის წარმომადგენელმა ლიდერებმა. ჩვენ ყველანაირ რესურსს ვდებთ, თავები გვაქვს გადადებული, ოჯახები გვაქვს გადადებული, ყველანაირ რესურსს ვდებთ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ინფორმაცია სწორად, მეტ ადამიანს გავაგებინოთ და მეტი ადამიანი ვიდგეთ, სადაც იქნება ის ადგილმდებარეობა აქციის, ზუსტად არ ვიცით, იმიტომ რომ რუსთაველი გადათხარესო, სადაც იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, სადაც არ უნდა იყოს ის ერთი დღე, ნამდვილად ღირსა იმისოთ, რომ გავიჭიროთ, სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც ცალფეხზე მდინარეში მოგვიწიოს დგომა, უნდა გავიჭიროთ, ოფლიც დავღვაროთ და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც საჭირო არის. უნდა დავანახოთ ამ გამყიდველ ხელისუფლებას ერთხელ და სამუდამოდ, აი ვაჭარ გამყიდველ ხელისუფლებას ბიძინას, რომ ეს საქართველო არ არის მათი, ეს საქართველო არის ქართველი ერის და ქართველი ერის ნება უნდა იქნეს აღსრულებული და სისრულეში მოყვანილი და არა მათი ნება. ფული ბაბაია, ეგ არ არის ახლა ჩვენ აქ ვდგავართ ხალხი, რომლებსაც ფული ნამდვილად პრიორიტეტად არ გვაქვს, არც სამსახური, არც კამი და არც რაიმე თანამდებობა. ჩვენ ვიბრძვით ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვეულებრივი გლეხიშვილები ვართ, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ოჯახებიდან გამოსულები და ყველას მოუწოდებ, ყველას ვეძახით ამ დიდ ბრძოლაში ჩვენს გვერდით დადგნენ, ვისაც საქართველო უყვარს, ვისაც თავის ქვეყნის პატრიოტად მიაჩნია, თავის ქვეყნის სიყვარული აქვს, ამ დიდ ბრძოლაში გვერდით დაგვიდგნენ და ჩვენთან ერთად, ჩვენს მხარ იბრძოლონ. აი მანდ გამოჩნდება თუ ვის რამდენად უღირს საქართველო. როგორც პიროვნულად, ისევე თავის შვილების მომავლისთვის, ვისთვის რამდენად ღირებული არის მათი შვილებისთვის ეს სამშობლო, ეს ჩვენი ქვეყანა, რომ იყოს მათი და არა ვიღაცეების და რომ მათ შვილებს ვიღაცა ურჯულუები არ ჯაბნიდნენ კიდე და ბოლო ერთ მშვენიერ დღეს ისიც არ უთხრა, რომ შეხმა ჩაიგდე, ჩვენ აქ უმრავლესობაში ვართ, შენი უფლებები აქ შეზღუდულიაო. თავისივე ქვეყანაში რომ არ უთხრან იმას. აი აქ გამოჩნდება ეხლა, რამდენები ვიქნებით და როგორ ვიქნებით. ყველას გეძახით ამ დიდ ბრძოლაში, შემოგვიერთდით. ეგრე არა ვართ, უპრობლემოდ არც ერთი ადამიანი არა ვართ, ყველას გვაქვს ჩვენი პრობლემა, ჩვენი საწუხარიც გვაქვს, ჩვენ დიდ განსაცდელებსაც გავდივართ, პიროვნულად მე არ მიყვარს ხოლმე საუბარი, მაგრამ პიროვნულადაც გავდივარ მე სხვა დიდ განსაცდელებს, მაგრამ მე არასოდეს არ ვჩერდები და მაინც ვიბრძვი, იმიტომ რომ ჩვენმა შვილებმა უნდა იხარონ ამ ქვეყანაში და არა ვიღაცა ურჯულუების შვილებმა, რა ვქნა, მომიტევოს ყველას გაუმარჯოს თავის ქვეყანაში, სადაც უნდათ, როგორც უნდათ, რანაირადაც უნდათ იქ ისე, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არის ქართველების, ასე იყო, არის და იქნება კიდევაც მომავალში და ამ გამყიდველ მოღალატე ხელისუფლებას ამას ერთხელ და სამუდამოდ გავაგებინებთ ეს ქართველი ერი და მე ვფიქრობ, რომ თუ ვერ შეიგნებს კიდე, ძალიან ცუდად დაასრულებს ის თავის სახელისუფლებო მმართველობას, რადგან ისინი დღეს უკვე მართლა არიან სამარცხვინო ხელისუფლება ჩვენს უახლოეს ისტორიაში, თუ კი ვინმე ყოფილა, ყველაზე სამარცხვინო
ხელისუფალნი არიან და მე პირადად მაგალითად ოცნების მხარდამჭერი ვიყო ოცნების მხარდამჭერი და მათ გუნდში ვირიცხებოდი, ასე ვთქვათ, პირადად მე დიდ შეურაცხყოფად მიმაჩნია და დიდ სირცხვილად მიმაჩნია. ამიტომ საამაყო კი არა აქვთ, თავდასახლელი აქვთ, იმიტომ თანამონაწილეები არიან მასეთი ადამიანები, ზუსტად იმისი, რა პროცესებიც ხდება დღეს საქართველოში. ზუსტად იმის თანამოზიარენი არიან, რასაც მათი ხელისუფლება დღეს აკეთებს და არანაკლებ მათზე დამნაშავეები. ზუსტად მათი ხელშეწყობით აქ-იქ რაიონებში ხდება იმ ხალხის მობილიზება, რომლებიც მათ ხმას არჩევნებზე აძლევენ და რომლებიც მათ არჩევნებზე ლეგიტიმაციას აძლევენ და რომელი ხელისუფლებაც მე ასე მოქმედებს, ზუსტად ისე რისუფლებასაც თავად ხალხი აძლევს და ამიტომ ეს უფლება აღარ უნდა მოიცეთ ამ ხელისუფლებას ამ ხალხმა. ასე რომ ჩემო ქართველებო, გელოდებით გულანთებულებო, ვისაც როგორც შეგიძლიათ ისე ვიბრძოლოთ, რანაირადაც შეგიძლიათ ისე ვიბრძოლოთ. არიან ბევრი ემიგრანტების ახლა ჩვენ ემიგრანტებს თქმაც არ სჭირდებათ მაგალითად რომ მოუწოდონ თვითონ თუ არ არიან პიროვნულად საქართველოში და არ იმყოფებიან, მოუწოდონ მათ ოჯახის წევრებს, ამეგობროს, ახლობლოს რომ დადგნენ ჩვენს გვერდით 20 სექტემბერს დიდ აქციაზე და შემოგვიერთდნენ ამ დიდ ბრძოლაში. ძალიან კაი. ანუ ეხლა ჩვენ დაგვჭა რამე 5 წუთი დაგვჭა და 5 წუთი დაგვჭა და მაგრამ მოდი დასკვნითი ის გავაკეთოთ, რა ქვია. დავლა პაექრობა მიდის ახლა. აქ როგორც ჩანს ახალგაზრდა გოგონაა შემოსული და კიდევ ვერ ერკვევა აქ რასთან აქვს საქმე და პირად მოგვისმინოს ვინ არის ეს ახალგაზრდა, მე ვეღარ მივადევნე რო საუბრობდი და შვილო, ხშირად მოგვისმინე შვილო, იმიტომ რომ შენ საბრძოლს ვიბრძვით, რომ შენ არ გაგიხდეს საბრძოლო და შენ მშვიდობიან საქართველოში იბრძოლო და ერთ მშვენიერ დღეს შენთან ვინმე ურჯულო არ მოვიდეს, ან რამე შეურაცხყოფა არ მოგაყენოს და ან რაიმის ფასად არ დაგიჯდეს. აი მაგისთვის ვიბრძვი, რომ შენმა შთამომავალმა უნდა გაიხაროს ჩვენ ქვეყანაში და არა ვიღაცა. მაგას ვიბრძვი შვილო, ხშირად მოგვისმინე და გაიგებ რა ხდება. მეგობრებო, ერთ სიტყვით დღეს იყო ქუთაისში მაგარი ნაყოფიერი შეხვედრა, საორგანიზაციო შეხვედრა და მაგიტო ვერ ჩაგვეთნენ ჩვენი ლიდერები, თორე დღეს ლიდერების დღე იყო და მადლობა ქალბატონ მარინეს რომ მოახერხა და დღეს ჩვენთან არის გადაცემაში. ერთ სიტყვით ჩვენ შევხვდებით 4 შაბათს ჩვენ სასულიერო პირებთან, ჩვენ საყვარელ მამებთან და უკვე მარიამობის მარხვა დაიწყო და მაგაზე გვექნება საუბრები სულიერი კუთხითაც, ცოტა იუმორიც გვიყვარს ხოლმე კიდე რაღაცებზე ვისაუბროთ, კიდე არსებულ მდგომარეობებზე. მადლობა მინდა მოგიხადოთ სულ რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი გქონდათ ჩვენი ლიდერების ჩართვის და იმ ხელა გზაზე იყვნენ, რომ ვერ ჩამოასწრეს. მოეხერხებინათ ჩართვა. ჩვენ ერთგულ მსმენელს განსაკუთრებული მადლობა ლაიქებისთვის და გაზიარებისთვის და ვინც პირველად შემოხვედით დააფოლოვეთ პოლიტიქსის გვერდი, რომ სტრიმები ჩაირთვება ხოლმე აქედან და მე ჩემი პროფილით უშუალოდ წერტილიდან თუ არ ჩაირთვა ისე აღარ ჩავთავ. საღამოობით მომეხსნა ეგ უკვე შვებულება მაქვს აღებული მაგ კუთხივ და ჩვენი ოფიციალური არხით პოლიტიქსით იქნება ხოლმე ჩართვა და ეგ ჩემ მიმართივებს, იმიტომ რომ კომენტარებშია შემიძლია უკვე კომენტარების საკითხვა, პასუხის გაცემა, რაღაცა იქ საჩუქრების გაგზავნა, გამოგზავნა და აი იმიდან ეს რაღაცები არ შემეძლო ხო. ანუ ესე უფრო კარგია, ჩემთვის კომფორტულია. კამერას გამოვთავ ხოლმე ჩემ გემოზე და რაღაცა. ხო, გამოიწერეთ დააფოლოვეთ პოლიტიქსი, ვიყურეთ და გვისმინეთ. ქართულად ჩაწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე კონსერვატორები საქართველოსთვის და ამოგიგდეთ ჩვენ გვერდებს. შეთაშორის Facebook-ზე უკვე 90,000-ს გადაცდა ჩვენი გამომწერების რაოდენობა
და ძალიან მისასალმებელია ეგ და შეიძლება 95,000-იც არის, აღარ მინახია რამოდენიმე დღეა. გამოგვიწერეთ, ადევნეთ თვალი პროცესებს, კითხვები თუ გებადებათ, მთელი ისტორია წლების განმავლობაში, ჩვენი ვიდეოები, ჩვენი ჭრები, ჩვენი შეხვედრები, ჩვენი გაკეთებული საქმეები და ჩვენი განვლილი გზა, შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეხედოთ და რა ვიცი, ყველაფერი. აი ლექსო დაწერა 94,000-იო, მადლობა ლექსო. ძალიან კარგი. მადლობა მინდა მოგიხატოთ სულ ყველა ჩართულობისთვის. ერთმანეთს პატივისცემით მოეყარით ხოლმე აქ კომენტარებში, ერთმანეთს დაუმეგობრდით. ჩვენ უნდა შევქმნათ პრეცედენტი ისეთი, რომ ვიყოთ ერთი დიდი ძლიერი ორგანიზმი, გამოვირჩეოდეთ ერთმანეთის პატივისცემისგან. იმათ არ აუგულისხმოთ, ეხლა აქ რო შემოდიან და აი რუსეთთუმეებო და რა ვიცი, რო არც იცის რა სამობს და პირდაპირ რო შეეკითხები, მოდი აბა მაშინ ამირთმენი და არა აქ იმის უნარი. საერთოდ ვიღაც მოგონი რა ვიღაცა ბიჭო რამე თქვენ იცოდეთ რომ რუსეთთან კავშირები ყო ბილბორდებს გამოაკრავდით ქუჩებში ბიჭო და მთელი ტელევიზიები მაგას სიყვირებდათ ბიჭო რა სიგიჟეში გაცხოვრებენ როგორ გამოგაშტერეს ხო ასე რომ დაგემშვიდობებით ეხლა და 4 შაბათს შევხვდებით მადლობა რომ ჩვენთან იყავით მადლობა ქალბატონო მარინა ჩვენ გავთიშავთ ახლა გავალთ და მე ჩვენი ტექნიკური სამსახური გამორთავს სტრიმს. გაგზავნებოდეთ და მადლობა ყველას, მადლობა თქვენ დათო ბიჭებო ყველას. კარგად იყავით, მშვიდობიანი ღამე და უფალი შეგვეწიოს ყველას. კარგად.